Okay. გამარჯობა. დღეს ესე იგი ვაპირებთ რომ გავიაროთ ეს სამი მოდელი, naive Bayes, support vector machines და decision tree გადაწყვეტილებათა ხეები. მაგრამ თავიდან მინდა ვახსენო რომ დღევანდელ ლექციაში ასევე გავივრით ჯვარენდი ვალიდაციას. ასევე მინდა ვახსენო რომ ეს სამი მოდელი naive Bayes, support vector machine და decision tree-ები მიეკუთვნება supervised learning-ის ნაწილს, ასე ვთქვათ. უმეტესწილად გამოიყენება კლასიფიკაციისთვის, თუმცა ასევე შეგვიძლია ამ მოდელების რეგრესიისთვის გამოყენება, outlier detection-ისთვის. მაგრამ ლექციის განმავლობაში უმეტესწილად კლასიფიკაციაზე მექნება ფოკუსი და მაგაზე ვისაუბრებთ. კაი, დავიწყოთ ჯვარენდინი ვალიდაციით. და სანამ მაგას დავიწყებ, უნდა ოდნავ ვახსენო ჰაიპერპარამეტრები. პარამეტრები, როგორც მანამდე ნახეთ, ლინიარულ რეგრესიაში და ლოგისტიკურშიც, უნდა გენახათ, ანუ გვაქვს ჰაიპერპარამეტრები და პარამეტრები მოდელებში. პარამეტრებად ითვლება მაგალითად წონები, რომელსაც ვცვლით, რომ მოდელი უკეთესი გავხადოთ, ხო? და ეს პარამეტრები შეისწავლება თვითონ ტრეინინგიდან, შეისწავლება თავად მონაცემებიდან. ამ პარამეტრებს, ასე ვთქვათ, ჩვენით არ ვუთითებთ ტრეინინგის დაწყებამდე. რენდომზე იწყება თავიდან, ან შეიძლება რენდომით არ იწყებოდეს, მაგრამ მთავარი აზრი ის არის, რომ ჩვენით ეს ხელით არ ვუთითებთ. ამ დროს ჰაიპერპარამეტრებს ჩვენით ვუთითებთ, ანუ თავად მონაცემებიდან მოდელი არ სწავლობს. პარამეტრის მაგალითი არის მოდელის წონები და ჰაიპერპარამეტრის მაგალითი არის თუნდაც learning rate ავიღოთ, ან წინა ლექციაზე რო გაიარეთ, უახლოესი მეზობელი მოდელი, ალგორითმი, კაი იქნებოდა მაგაში. ეს არის ჰაიპერპარამეტრები. ეხლა ეს რაზე დაგვაფიქრებს ჰაიპერპარამეტრების არსებობა და რო გავიხსენეთ ეს. მინდა დაგისვათ ესეთი კითხვა. თქვენი აზრით, რატომ არ არის კარგი იდეა, ანუ რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას, როდესაც თქვენს მონაცემებს ვყოფთ training set-ად და testing set-ად და გვაქვს მხოლოდ თითო ესე. რაიმე იდეები ხომ არ გაქვთ, რატომ შეიძლება რაღაცაში, ასე ვთქვათ, პრობლემა შეგვიქმნას, არ ივარგოს, არ იყოს ვთქვათ კარგი, ან სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ უკეთესი იყოს. იახიგი? ერთი ალბათ ის შეიძლება, რომ ის მნიშვნელოვანი მონაცემების ნაწილი, რომელიც ტესტ სეტში მოხდება, სწავლისას ვერ გაითვალისწინოს მოდელმა? დაახლოებით, ხო, ანუ ტესტში მოხდება, იგულისხმება ტესტ სეტის ნაწილში მოხდება და არა ტრეინინგ სეტის ნაწილში და შეიძლება რაღაცა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ამ მოდელისთვის ამ მონაცემებში და ის საერთოდ არ მოხდეს ტრეინინგ სეტში. ხო, ეგ არის ერთ-ერთი პრობლემა ნამდვილად, მაგრამ სამწუხაროდ გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს, მთლად მაგას ესევე ითვალისწინებს. და თუ კი მხოლოდ ტესტინგ სეტში მოხდა, თან ტესტინგ სეტს ვცდილობთ, რომ მცირე იყოს, უმეტესწილად 20%-ია ხოლმე. თუ კი ისე მოხდა, რომ ტესტინგ სეტში მოხდა რაღაც მონაცემები და რაღაც ტრეინინგმა ვერ გაითვალისწინა, მაგ შემთხვევაში პრობლემა გვაქვს. მაგრამ რისი თქვა მინდოდა მე? ეგ კარგი შენიშვნა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ წყვეტს მთლად მაგ პრობლემას. ეხლა რა არის აქ მთავარი გასათვალისწინებელი? ტესტინგ სეტი არის ისეთი მონაცემები, რომლებიც გამოვყავით ტრეინინგ სეტისგან და გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, რეალურად ზუსტად ვერც დროს გავიგებთ, მაგრამ მოდელი როგორ იმუშავებდა, ასე ვთქვათ, სხვა მონაცემებზე, უფრო generalized მონაცემებზე. ან რეალურ სამყაროში როგორ იმუშავებდა. მაგიტომ ვყოფთ ცალკე, ვატრეინინგებთ მოდელს ტრეინინგ სეტზე და მე ვტესტავთ ტესტზე, იმიტომ რომ იმედი გვაქვს რაღაც მეტრიკებს, სიზუსტეს, precision, recall, სხვადასხვა მეტრიკებს, რასაც მოგცემს, გვინდა დავიჯეროთ, რომ რეალურ ცხოვრებაში რომ გავუშვათ ეს მოდელი და რეალურ მონაცემებზე, დაახლოებით ასევე იმუშავებს. და ახლა რა არის მნიშვნელოვანი? იმისთვის, რომ ეს, ასე ვთქვათ, ეს წარმოდგენა, რომ რეალურ ცხოვრებაში ეს იმუშავებ და ასე მოხდეს. არავითარ შემთხვევაში ტესტინგ სეტმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მოდელზე. ტესტინგ სეტმა თუ კი გავლენა მოახდინა მოდელზე და ჩვენ მოდელი შევცვალეთ იმის მიხედვით, რაც ტესტინგ სეტში დავინახეთ, მე ტესტინგ სეტზე გატესტოს რა აზრი აქვს, ხო? ანუ თუ კი მოდელმა რაღაცეები ისწავლა ტესტინგ სეტიდან, ტესტინგ სეტი უკვე აღარ არის ტესტინგ სეტი.
ამიტომ ტესტინგ სეტი ვალდებულია იყოს ყველაზე მიუკერძოებელი მონაცემთა კრებული. მან არანაირი გავლენა არ უნდა მოახდენოს თვითონ მოდელის დატრენინგებაზე. ან მოდელის პარამეტრებზე, ჰაიპერპარამეტრებზეც. და ტესტინგ სეტზე მოდელის გატესტვით ჩვენ უნდა ხვდებოდეთ, რამდენად კარგად იმუშავებს მოდელი ზოგადად გარემოში, ზოგადად სამყაროში. თუ კი რაიმე სახის გავლენა ტესტინგ სეტმა მოახდინა ტრეინინგ სეტზე, ამას ეძახიან ხოლმე data leakage ან overfitting to test data. ჰაიპერპარამეტრები როგორც ვახსენე, მაგალითად learning rate. ხომ არის შემთხვევა, რომ რაღაც learning rate უკეთესად მუშაობს რაღაც მონაცემებზე. და საიდან შეიძლება ამას მივხვდეთ? იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს მარტო ტრეინინგ სეტი და ტესტინგ სეტი, თქვათ მივუთითეთ რაღაც learning rate 0.8 ან რაიმე და ნახეთ, რომ სიზუსტე accuracy დაჯდა 40%. მერე შეცვალეთ learning rate და დაჯდა 50%. თქვენ მიხვდებით, რომ აი ეს მეორე მონაცემი, მეორე learning rate უკეთესად მუშაობდა, ხომ და გადაწყვეტ, ოკეი, მოდი ახლა მოდელს დავატრეინინგებ, აი ამ ახალი learning rate-ით, იმიტომ რომ ტესტინგ სეტმა უკეთესი შედეგი მომცა. მაგრამ რეალურად ამის უფლება არ გვაქვს, თუ კი ტესტინგ სეტმა რაღაც გადაგაწყვეტინათ, მერე უკვე ტესტინგ სეტს აზრი ეკარგება. ამიტომ შემოიღეს ასეთი რაღაც, ჯვარედინი ვალიდაცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი ჯვარედინი ვალიდაციის არის k-fold cross validation. და რას აკეთებს ეს? ესე იგი, გქონდა training data, აი მაგალ შევხედოთ, training data და testing data. იმისთვის რომ აი ეს თუნდაც ერთ-ერთი მაგალითი ჰაიპერპარამეტრები მოვიფიქროთ, რომელი ჯობია, რომელი არ ჯობია, testing data ცალკე უნდა გადავდოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ მოდელში ის რაღაც insight-ები, რაღაც ინფორმაცია, რასაც testing data მოგვაწვდის თავისი მეტრიკებით. ამიტომ ცალკე გადავდებთ, ვიღებთ training data-ს და k-fold cross validation-ში რას ვაკეთებთ? თქვათ, ავიღეთ k უდრის 5-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ training data-ს გავყოფთ 5 ნაწილად, 5 თანაბარ ნაწილად და იდეაში ვატრეინინგებთ 5 მოდელს. Split-ი 1. თქვათ, პირველი ნაწილი fold 1 ავიღეთ, გამოვყავით ცალკე და მოდელი დავატრეინინგეთ 2-ზე, 3-ზე, 4-ზე და 5-ზე. მერე ამ მოდელს ავიღებთ და გავტესტავთ fold 1-ზე. მივიღეთ რაღაცა სიზუსტეს, მივიღეთ რაღაც precision, recall, რაღაც მეტრიკებს, ხო? F1 ქულა, F1 ქულაც შეგვიძლია. მერე ავიღებთ split 2-ს. მოდელს დავატრეინინგებთ 1-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე და fold 2-ზე გავტესტავთ. იგივე მეტრიკებს მივიღებთ. და ამ დროს ვთქვათ learning rate გვაქვს დაყანებული რაღაც 0.5-ზე. საბოლოოდ ხომ გამოგვივა, რომ 5-ჯერ დავატრეინინგეთ მოდელი და 5 testing მეტრიკები მივიღეთ, 5 წელი. ამას გავასაშუალოებთ და დაახლოებით უკეთესი წარმოდგენა გვექნება, იმიტომ რომ მთლიანი training data გამოვიყენეთ, მთლიანად ყველა რაღაც ნაწილზე მოახერხეთ, რომ გაგვეტესტა და რაღაც უფრო უკეთესი წარმოდგენა გვაქვს. ეს ჰაიპერპარამეტრი როგორ მუშაობს ეს learning rate-მა საშუალოდ მოგვცა ვთქვათ 65% სიზუსტე. მერე შეგვიძლია შევცვალოთ learning rate-ი, ან თუნდაც k, იმ შემთხვევაში თუ კი k უახლოეს მეზობელზე ვმუშაობდით და გავტესტოთ კიდევ ერთხელ. უბრალოდ ეს ყველაფერი გავიაროთ კიდევ ერთხელ, გავყოთ 5-ზე, ავიღოთ ერთი ნაწილი, დავატრეინინგოთ მოდელი დანარჩენ 4-ზე, შემდეგ მეორე ნაწილი დანარჩენ 4-ზე და მოკლედ ვტესტოთ და ვნახოთ, რომ თქვათ შეცვლილ learning rate-ზე უკეთესი შედეგი დაგვიდო testing set-ებმა, იმ validation set-ებმა. ეს გვაძლევს უფლებას, რომ ავირჩიოთ ჰაიპერპარამეტრი იმის მიხედვით, თუ როგორი შედეგი დაგვიდო ვალიდაციისას, ვალიდაციის fold-ებზე გაზომვისას. შესაბამისად, მოკლედ ეს ყველაფერი ვალიდაცია გვაძლევს, ჯვარედინი ვალიდაცია გვაძლევს საშუალებას, რომ მოდელი პირველ რიგში ბევრჯერ გავტესტოთ, უფრო ბევრნაირ მონაცემებზე გავტესტოთ, ასე ვთქვათ, შიდა ტრეინინგ მონაცემებზეც გავტესტოთ და ჰაიპერპარამეტრებიც გადავწყვეტოთ. და რეალურად ეს გვაპოვნინებს კარგ ჰაიპერპარამეტრებს. იმიტომ რომ შეგვიძლია რაღაც რამდენიმეზე გავტესტოთ, ხო? შეგვიძლია learning rate შევცვალოთ, შეგვიძლია k შევცვალოთ, სხვა რაღაცებიც. შეიძლება ზოგ მონაცემს ბევრი ჰაიპერპარამეტრი აქვს, ზოგ მოდელს ბევრი ჰაიპერპარამეტრი აქვს, რომელიც შეგვიძლია შევცვალოთ და შესაბამისად მოდელი უკეთესი გამოვიდეს, იმიტომ რომ შესაძლოა ეს ჰაიპერპარამეტრები უკეთესად მუშაობს უბრალოდ ამ მონაცემებზე. და საბოლოოდ, როდესაც მივიღებთ, რომ ოკეი, ეს ჰაიპერპარამეტრი კარგად მუშაობდა, მოდი ავიღოთ და მთლიან დატაზე დავატრეინინგებთ ამჯერად და მერე გავტესტავთ ტესტ დატაზე.
data ეხლა ცალკეა, საერთოდ არ მოუხდენია ზეგავლენა ჩვენს მოდელზე და შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ, რომ ოკეი, აქ რა სიზუსტეც მოგვცა, სავარაუდოდ რეალურ სამყაროშიც სხვა მონაცემებზეც ესეც სიზუსტეს დაგვიდებდა. ასე თუ ისე, უფრო სანდოა, რომ ტესტინგ დატადან არაფერი ზეგავლენა არ ყოფილა მოდელზე. რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ? ოკეი. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი ვალიდაციის k-fold cross validation. არსებობს სხვადასხვა მეთოდებიც და მოკლედ აღწერა ამათაც. აი ეს არის პირველი k-fold-ი. ასევე გვაქვს leave one out. ეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც k-fold-ი, on k იქნება ყველა მონაცემი, რაც training data-ში გაგვაჩნია მაგის სიგრძე. ანუ თუ კი 1000 მონაცემი გვაქვს, 1000-ად რო გავყოთ და თითო მონაცემი გამოვიყენოთ ტესტინგად. ალბათ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს მოდელის დატრეინინგება, თუ კი ყველა თითო მონაცემი ესე სათითაოდ იქნება validation set-ში. და სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე ცნობილი არის k-fold-ი, მე თვითონ leave one out თითქმის არასდროს არ გამომიყენებია, მაგრამ ცოდნა ჯობია, ვიდრე არ ცოდნა. ასევე shuffle split-ი შეგვიძლია რანდომულად ავირჩიოთ ვალიდაციის სეტი და ჩემი ყველაზე საყვარელი არის stratified split-ი. მანამდე Discord-ზე ნახე რომ მოიწერეთ დაუბალანსებელ მონაცემებზე ამოცანის შესახებ რაღაც დისკუსია იყო. დაუბალანსებელ მონაცემებში რა მოხდება თუ კი ასე ვალიდაციის სეტს ამოვიღებთ და იმ ვალიდაციაში ისე აღმოჩნდა რომ თქვათ ორი ცალი ველიუ გვაქვს არის კი ან არა რაღაც ბინარული გადაწყვეტილებაა, ლეიბლებია ბინარული და უმეტესად ხდება კი, მაგალითად აი კიბოს detection-ი. სავარაუდოდ მონაცემები რაც გვექნება, უმეტესობა იქნება ნეგატიური და რაღაც უმცირესობა იქნება პოზიტიური, რომ დადებითი პასუხია და ვიღაც კიბო აქვს. ამ შემთხვევაში, როდესაც ვყოფთ, ანუ ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ დადებითი პასუხი მოხდეს ვალიდაციის სეტში. ისედაც ტრეინინგ ტესტინგსაც ეგრეა, თუ კი ტესტინგ სეტში არ მოხდა არანაირი პოზიტიური პასუხი, მაშინ შესაძლოა მოდელმა ისწავლოს, რომ უმეტესწილად პასუხი არის უარყოფითი, მოდი დავსვა უარყოფით, ტესტინგ სეტში სულ უარყოფითი პასუხები მოგივიდეთ და ამ დროს რაღაც accuracy სიზუსტე დაგიჩნდათ საოცარი და გიხარიათ მოკლედ, რომ ყველაფერი სწორად დავაჯინეო. აქაც და იქაც, ანუ როცა მარტო ტრეინინგ ტესტის სეტი გვაქვს, ან ვალიდაციაც კარგია, რომ ყველა fold-ში, ყველა განაყოფში იყოს ერთნაირად ერთი და იგივე ratio, ერთი და იგივე პროპორციულობა ქონდეთ label-ებს. თქვათ კიდე არა თუ არის რაღაც 95.5%-ულობით, ყველა განაყოფში რომ ესე დავანაწილოთ და შეძლებით დაგვაროთ 95.5%-ულობით იყოს, ეს უკეთეს შედეგს მოგცემს და უკეთესად გაგვაგებინებს როგორ მუშაობს მოდელი მონაცემებზე და უფრო სწორ მეტრიკებს მოგცემს, ასე ვთქვათ. და ბოლო არის time series, რომელიც მაგალითად რო წარმოვიდგინოთ ესეთი მონაცემები, ამინდის პროგნოზი. ამინდის პროგნოზი ხო ისე, ანუ დროზე დამოკიდებული მონაცემები გვაქვს შესაბამისად. რაღაც თუ კი გვინდა რომ მოდელი დავატრეინინგოთ და გავტესტოთ, სავარაუდოდ ჭკვიანური მიდგომა იქნება, რომ ძველ მონაცემებზე დავატრეინინგოთ და ამ ბოლო თვეს აბა რა predictions გააკეთებდა ჩვენი მოდელი და დაემთხოვდა თუ არა რეალურ პასუხებს, ხო? და ვიზუალურადაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ანუ კარგი იქნება validation set-ი, რომ უმეტესად იყოს ეს ბოლო მონაცემები და ნელ-ნელა გავზარდოთ იქეთ მოდელისთვის ტრეინინგში რაც იქნება, ეს იქნება ბოლო რამდენიმე თვე, შემდეგ რამდენიმე თვე პლუს 1 და ნელ-ნელა ვუმატოთ მოკლედ. ეს არის სხვადასხვა ტიპის ვალიდაციები, რომელიც შეგვიძლია გქონდეს და მონაცემების მიხედვით შეგიძლიათ გამოვიყენოთ k-fold, თუ კი დაუბალანსებელი მონაცემები არ არის ვთქვათ, თუ კი დაბალანსებული მონაცემებია, თუ კი დაუბალანსებელია, სასურველია stratified, დროზე თუა time series და ამ ორს იშვიათად ვიყენებ მე თვითონ, მაგრამ შესაძლოა, ესეც რაღაც კონკრეტულ მომენტებში გამოგადგეთ. Okay. Cross validაციას მოვჩით, ჯვარდინ ვალიდაციას და ახლა გადავდივართ naive Bayes-ზე. ცოტა გადავიწყოთ და ესე იგი naive Bayes რა არის? ეს არის სტატისტიკური კლასიფიკატორი, რომელიც ეყრდნობა Bayes-ის თეორემას.
ეს თეორემა თქვენ გაიარეთ ალბათობის ლექცია როცა გქონდათ ესით. კი. და მე მგონი ამოცანაც იყო მან ირაკლი შალებაშვილმა აგეხსნათ. აქაც დაახლოებით იგივეს გავაკეთებ, მაგრამ მე კოდსაც დავწერთ. მანამდე ვახსენებ იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გასათვალისწინებელი არის ის, რომ naive base-ში სასურველია ეს ფიჩერები, მახასიათებლები, რომელსაც ვიყენებთ, რომ იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. იმიტომ რომ თვითონ ფორმულაშიც თუ გახსოვთ, მაგრამ შეგახსენებთ მერეც, იმისთვის რომ ეს ალბათობები დავთვალოთ, მონაცემები ერთმანეთისგან სასურველია იყოს დამოუკიდებელი. ეს ერთ-ერთი პატარა შეზღუდვა აქვს, ასე ვთქვათ, naive base. არ არის სავალდებულო, რომ სრულიად დამოუკიდებელი იყოს, შესაძლოა რაღაც მონაცემებზე არ იცოდეთ, თუ კი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, მაგრამ სასურველია კარგად რომ იმუშაოს მოდელმა, ოდნავ ჯეროდეს იმის, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელია ეს მონაცემები. სად შეგვიძლია მისი გამოყენება? ტექსტის კლასიფიკაცია, მაგალითად, იმეილი ხომ გაქვთ და სავარაუდოდ გინახავთ spam folder-ი. Spam-ის ფილტრაცია, იმეილის ფილტრაცია და spam-დან არა spam-ად კლასიფიცირება შეუძლია naive base-დან იოლად. ასევე დოკუმენტების კატეგორიზაცია, ობიექტების იდენტიფიკაცია და კლასიფიცირება რაღაც კატაა, ძაღლია. მაგრამ აქ მაგას არ განვიხილავთ, მე CNN-ში უკეთესად განვიხილავთ და computer vision-ში. მომხმარებლების ქცევის პროგნოზირება, მაგალითად, მომხმარებელი რაიმეს იყიდის თუ არ იყიდის. ასევე არსებობს და გაკვირვით ვახსენებ იმას, რომ არსებობს Gaussian naive base, რომელსაც შეუძლია პასუხად მოგცეს არა კლასიფიკაცია, არამედ რაღაც continuous variable. ანუ რაიმე განგრძობითი რიცხვი. და Gaussian naive base ვარაუდობს იმას, რომ მახასიათებლები ნორმალურად არის დისტრიბუცირებული. ნორმალურად არის გადანაწილებული. კაი, მოდი გადავიდეთ ახლა naive base-ში. და აქ შეგახსენებთ თვითონ თეორემას. განგრძობითი რიცხვი რა არის? Continuous variable, ანუ თქვათ რაღაც 5.65, ან რაღაც რიცხვები რაც შეიძლება იყოს, prediction რო გავაკეთოთ, მაგალითად, როგორი ტემპერატურა იქნება ხვალ. და ვარიანტები ისე კი არ არის, რომ ტემპერატურა იქნება 0-დან 10-მდე, ან 10-დან 20-მდე, ეს იქნებოდა კლასიფიცირება. მაგრამ როდესაც მოდელი აპრედიქტებს, რომ ტემპერატურა ხვალ იქნება 15.5, ეს არის აი განგრძობითი რიცხვის დაპრედიქტება მაგალითად. ოკეი, განვიხილოთ თვითონ Bayes-ის თეორემა. ეს ფორმულა მანამდეც გქონდათ მოცემული და კიდევ ერთხელ გადავხედოთ. თქვათ ოდამ ისეც ვახსენებ და მე მაგალითსაც მოგიყვანთ. მარტივად რო ავხსნათ, ეს ფორმულა გვაძლევს საშუალებას, რომ დავითვალოთ ალბათობა იმისა, რომ მოხდება A, თუ კი მოხდა B. ან თუ კი გვაქვს B ხდება B. და როგორ ითვლება ეს? ვიღებთ ალბათობას იმისა, რომ რა არის ალბათობა იმისა, რომ მოხდა B, თუ კი მოხდა A, ვამრავლებთ იმის ალბათობაზე, რომ მოხდა A, ხდება A და ამ ნამრავლს ვყოფთ B-ს ალბათობაზე. უმეტესწილად მოდელებში გვაქვს რამდენიმე feature, ხო? ერთ რაღაცაზე დამოკიდებული რო იყოს მოდელი, ერთ ცვლადზე იშვიათია. ამიტომ მინდა ასევე გაჩვენოთ რამდენიმე ცვლადზე როცაა დამოკიდებული. თქვათ რა არის ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი იყიდის რაღაცა პროდუქტს, თუ კი X1 შეიძლება იყოს. თუ კი იყო ფასდაკლება, X2 იყოს, თქვათ, თუ კი იყო უფასო მიტანა. და X3 მქონდა. მე შემდეგ მაგალითის გეუბნებით პირდაპირ, მაგრამ X3 იყოს, თქვათ, რა დღე იყო ეს შაბათკვირა, ორშაბათიდან პარასკევამდე თუ რაიმე დღესასწაული იყო იმ დღეს. თქვათ X3 იყოს, რომ იყო დღესასწაულია. შესაბამისად ამ ალბათობას, რა არის ალბათობა იმისა, რომ ვიყიდი, თუ კი იყო უფასო მიტანა, დისკაუნტი და დღესასწაული, ეს იქნება ტოლი იმ ალბათობისა, რომ მოხდა პირველი, მეორე, მესამე, ანუ იყო დისკაუნტიც, უფასო მიტანაც და დღესასწაულიც, თუ კი ვიცით, რომ მომხმარებელმა იყიდა. გამრავლებული ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი იყიდის რაღაცას, შეფარდებული იმ ალბათობაზე, რომ იყო დისკაუნტი, იყო დღესასწაული და იყო უფასო მიტანა. შემდეგ ეს ფორმულა შეგვიძლია გავშალოთ უფრო. და რახან
ვახსენე, რომ null base-ი ასკვნის, რომ ეს მახასიათებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. შესაბამისად, ამ ალბათობის გახსნა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია აი ამ ალბათობებად x1 თუ კი ვიცით, რომ c1 მოხდა, x2 თუ კი ვიცით, რომ c1 მოხდა და ასე შემდეგ. x2 დავიკიდოთ, იმიტომ რომ მე ამჟამად მაგალითად 3 ცვლადზე გეუბნებით, მაგრამ x4-ით შეიძლება გქონდეს. შემდეგ გამრავლებული PC1-ზე. PC1 არის ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი იყიდის და შეფარდებული მე ამასაც იმის გათვალისწინებით, რომ ცვლადები დამოუკიდებელია, ვყოფთ ესე, რომ 4 ერთდროულად რომ მომხდარიყო, შეგვიძლია გადავამრავლოთ ალბათობები სათითაოდ, რა იყო ალბათობა იმისა, რომ ეს უფასო მიტანა, დისკაუნტი და დღესასწაული მომხდარიყო. ცალ-ცალკე და ვამრავლებთ ერთმანეთზე. ეხლა მოვედი ამ მაგალითამდე, რომელსაც ვახსენებდი. ვთქვათ, გვაქვს 30 ცალი მონაცემი. ამ 30 მონაცემიდან ამ მაღაზიამ იცის, რომ 24 ადამიანმა რაღაცა იყიდა და 24-მა გადაწყვიტა, რომ არ ვიყიდიო, ვთქვათ, ბოლოს. ვითომ რაღაც ვებსაიტი იყო და ამოწმებდნენ, რასაკეთებდნენ კასტომერები, მომხმარებლები და ისე გამოვიდა 24-მა იყიდა, 6-მა არ იყიდა და ასევე აქვთ მონაცემები, ამ დროს ფასდაკლება იყო თუ არ იყო, უფასო მიტანა ჰქონდათ თუ არა. და დღე რა იყო? იყო თუ არა ეს ჩვეულებრივი დღე, იყო თუ არა ვიკენდი, შაბათ-კვირა და იყო თუ არა დღესასწაული. რო შეაჯამოთ ჯამში სულ 30 ჩდება და ამ მაგიდასთან რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ, ან რაიმეს ვერ გებულობთ, მითხარით. მაგრამ აი მაგალითად ეს რო ავიღოთ 19 რას ნიშნავს? 19 ნიშნავს, რომ ეს არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებაც იყიდეს რაღაც შეიძინეს ნივთი და ამ დროს იყო დისკაუნტი. ან შეიძინეს ნივთი და არ იყო დისკაუნტი, ამდენი ყავდა 5. აქ დაბლა დავტოვებ ფორმულა, რომელიც მანდაც ვახსენე, ზუსტად იგივე ფორმულაა და მაინტერესებს. შეიძლება ცოტა დიდი ხანი დაგჭირდეთ ამის გამოსათვლელად. რა ვიცი, მაინც 1 წუთს დავტოვებ. თუ შეგიძლიათ დამითვალოთ, რა იქნება ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი იყიდის, თუ კი გქონდა დისკაუნტი, გქონდა უფასო მიტანა და იყო დღესასწაული. თუ კი ციფრს ვერ დათვლით, რაღაც 1 წუთს მოგხსენთ, შეგიძლიათ ვინმეს რომ თქვათ მაგალითად მითხრათ, როგორ დათვლით ამას. ანუ პირველი ცვლადი რა იქნებოდა, მეორე, აი, ეს მეორე ალბათობა რა იქნებოდა, ან როგორ დათვლით ამ ალბათობებს. ერთ წუთს მოგცემთ და რო რამე არ მოგერიდოთ და ერთად გავიყვანოთ მერე. აი, მოდი გავამარტივოთ. თუ კი X1 არის დისკაუნტი, ანუ ფასდაკლება გქონდა და C1 არის ალბათობა იმისა, რომ ვიყიდეთ, ანუ მომხმარებელმა იყიდა უბრალოდ. აი ამას როგორ დავითვლიდით? გადავალბარებ პასუხზე, ან ვინმეს თუ გინდათ რომ შემოგვიერთდეთ და ერთად ვიმსჯელოთ? ოკეი, გადავიდეთ. ესე იგი, ვიღებთ რომ მომხმარებელმა იყიდა და გვაინტერესებს უბრალოდ რა არის ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი იყიდის, თუ კი გვაქვს დღესასწაული, იყო ფასდაკლება და იყო უფასო მიტანა. პირდაპირ ჩავსვავთ აი ამ სამ მონაცემს, როგორც x1, x2 და x3-ს. და ყიდვა არ ყიდვას, ანუ ამ შემთხვევაში ყიდვას ჩავსვავთ როგორც C1-ს ამ ფორმულაში. რა გამოდის? ესე იგი, იმისთვის რომ გავიგოთ ეს, გვჭირდება პირველ რიგში დავთვალოთ, რა არის ალბათობა იმისა, რომ იყო დისკაუნტი, მაშინ როდესაც თუ კი ვიცით, რომ მომხმარებელმა იყიდა. თუ კი ვიცით, რომ მომხმარებელმა იყიდა, დისკაუნტის მაგიდა გვაქვს აქ, მომხმარებელმა იყიდა, რა არის ალბათობა იმისა, რომ იყო დისკაუნტი. სულ ვიცით, რომ 24-მა მომხმარებელმა იყიდა. და ვიცით, რომ ამ 24-დან 19-ის დროს იყო ფასდაკლება, 5-ის დროს არ იყო ფასდაკლება.
ესე იგი, ეს ალბათობა იქნება 19 გაყოფილი 24-ზე, ხო? იგივენაირად დავითვლით უფასო მიტანის დროს, რა არის ალბათობა იმისა, რომ იყო უფასო გვაქვს უფასო მიტანა, თუ კი ვიცით, რომ მომხმარებელმა შეიძინა ნივთი, რა არის ალბათობა, რომ დღესასწაულია, თუ კი მომხმარებელმა შეიძინა ნივთი. საბოლოოდ, რა არის ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი შეიძინოს ნივთს. ეს ალბათობა ვიცით, რომ რახან 30-დან 24-მა იყიდა და იქნება 24-30. ასევე შეგვიძლია ამ მაგიდიდან პირდაპირ დავთვალოთ რა არის ალბათობა იმისა, რომ იყო ფასდაკლება. ფასდაკლება იყო 19 + 1 შემთხვევაში 30-დან, ანუ 20-30. იგივენაირად დავითვლით უფასო მიტანას, იგივენაირად დავითვლით ალბათობას იმისა, რომ დღესასწაული იყო და საბოლოოდ ამ ფორმულის შედეგად რაღაცა რიცხვი მივიღეთ, ხო? 0.98-99 გამართვის, რომ დავამრგვალოთ. ანუ რაღაც ალბათობა დაგვიჯდა, მათემატიკურადაც მივხვდით, რატომ დაგვიჯდა, ხო? ანუ საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი იყიდეს, თუ კი არის დღესასწაული, გვაქვს ფასდაკლება და უფასო მიტანა. აქამდე ხომ წავამყევით ყველა, რაიმე შეკითხვა თუა? იმიტომ რომ ახლა შემდეგ მაგალითზე გადავალ და აქ უკვე სხვა შეკითხვები გაჩნდება. ოკეი, გადავიდეთ იმეილის კლასიფიკაციის ამოცანაზე. თქვათ გვაქვს, ზუსტად არ ვიცი აქ რამდენი წერია, მაგრამ თითოეული კვადრატი წარმოადგენს იმეილს, თქვათ. და ლურჯში არის არასპამი იმეილი, წითელში არის სპამი იმეილი, რომელიც არ გვინდა, არ გვაინტერესებს და მოკლედ ჩვენ გადავკვეთეთ, დავასახელეთ, რომ ეს არის სპამი. აქედან არასპამ იმეილში სიტყვა dear შეგვხვდა 8-ჯერ. friend 5-ჯერ, მაგალითად და ასე შემდეგ, lunch-ი და money. spam-ში dear შეგვხვდა 2-ჯერ, friend შეგვხვდა 1-ხელ, lunch-ი საერთოდ არ შეგვხვდა და money შეგვხვდა 4-ჯერ. აქაც ალბათობებს, ალბათ უკვე მივხვდებით, რომ არ იქნება რთული გამოსათვლელი, გვაქვს სრულიად რამდენი იმეილი მოგვივიდა, გვაქვს ალბათობა იმისა, თუ რა არის, რომ სპამია, რა არის, რომ არასპამია. სპამის ალბათობა იქნება ეს რაოდენობა გაყოფილი ჯამურ რაოდენობაზე, არასპამი იგივენაირად ლურჯები გაყოფილი ლურჯებს პლუს ციკლებზე. შეგვიძლია ასევე დავთვალოთ რა არის ალბათობა იმისა, რომ dear შეგვხვდა, თუ კი ვიცით, რომ არასპამია და მოკლედ ყველაფერს დავითვლით, ხო? ეს ყველა ციფრი როგორ გავიყვანოთ, ჩვენ გვხვდებით. ახლა მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. რა არის ალბათობა იმისა, რომ ეს წინადადება თუ მოგვივიდა იმეილში, ჩვენ ჩავთვლით, რომ სპამია. არ მოგერიდოთ? არც ისეთი რთული გამოსაცნობი ხსნათ შორის. არც ისეთი ისე უბრალოდ რიცხვები რომ ესროლოთ, თქვათ ალბათობების 0-დან 1-მდე. დავარაუდოთ და ასვათ. თუმცა ოდნავ გასაკვირია. ამ შემთხვევაში რა მოხდება? ანუ ჩვენ ხო უნდა გადავამრავლოთ ალბათობა იმისა, რომ ლანჩია, პირველი სიტყვა ლანჩი გვაქვს და ფორმულაშიც გვაქვს, რომ რა არის ალბათობა იმისა, რომ ლანჩია, თუ კი სპამია, ეს სვლადი ხო უნდა ჩავწეროთ იმ ფორმულაში, მრიცხველში. და მრიცხველში გვიჯდება ერთ-ერთი რიცხვი, ანუ იქ ხო სულ ნამრავლები იყო მრიცხველში. ერთ-ერთი რიცხვი ჯდება 0. ანუ ჯამში ალბათობა იმისა, რომ სპამია, თუ კი სიტყვები გვაქვს ლანჩი და ფული, შეგვხვდა 4-ჯერ, money შეგვხვდა 4-ჯერ, გამოდის 0. მაგრამ წესით ეს წინადადება როგორ უნდა დაკლასიფიცირებულიყო? ანუ სავარაუდოდ თქვენი აზრით ეს იქნებოდა სპამი, არასასურველი მესიჯი თუ არასპამი? სპამი. კი, სავარაუდოდ როცა ვიღაცა გეუბნებათ ლანჩი და ფული, ესეთი მესეჯები სავარაუდოდ არის სპამი და თქვენ თვითონაც ხელით რო გენახათ, იტყოდით, რომ სპამიაო. მაგრამ ამ მოდელმა ისე გამოვიდა, რომ ჩათვალა ალბათობა იმისა, რომ ეს სპამი არის 0. არა და არ უნდა იყოს 0. მოკლედ, ამ ერთმა რიცხვმა,
ამ ერთმა ციფრმა, ეს ალბათობა რომ 0 იყო, ისე მოახერხა რომ მთლიანი ალბათობა გაგვინოვა. ამას როგორ უნდა უშველოთ? ამას ვშველით იმით, რომ ყველა სიტყვის არსებობის ალბათობას ვზრდით 1-ით, სპამშიც და არა სპამშიც. ამას ეძახიან 0-ის სიხშირის პრობლემას, იმიტომ რომ რაღაც სიტყვა თუ 0 ჯერ იყო მაგის ალბათობა, მაგრამ 0 ჯდება იმ კონკრეტულ კლასში, ვთქვათ ამ შემთხვევაში სპამი იყო და ლანჩი საერთოდ არ გქონდა, არც ერთი. ანუ მოდელმა ჩათვალა რა ხან სიტყვა ლანჩი სპამში არასდროს ხსენებულა, რატო უნდა იყოს ეს მესიჯი სპამიო. და ამ შემთხვევაში ვუმატებთ 1-ს ყველაფერს, ეძახიან ხოლმე ამ სვლაც ალფას, შეგვიძლია სხვა ციფრიც დავუმატოთ, მაგრამ სტანდარტულია რომ ალფა უდრის 1-ს და ეს გვიჭრის პრობლემას, იმიტომ რომ ალბათობა აღარ დაჯდება ესეთი დაბალი, აღარ განულდება 1-ით სვლადი 0-ის გამო. Okay, გადავიდეთ ახლა coding exercise-ზე. ორნაირად არის დაწერილი, ორნაირად დავწერე. ერთი ხელით როგორც გამოვთვალოთ, ანუ მათემატიკურად რო წავყვებით და მეორე ვიყენებ ბიბლიოთეკას. პირველ რიგში ჯერ წავყვები ეს ხელით გაწერილს, თქვა გვაქვს 4 იმეილი მოსული. ორი ცალი დავწერე რომ სპამია თქო, ჩემით დავარქვი სახელები რომ სპამია, დავალეიბლე ორ ცალზე თქვი რომ არ არის სპამი. შემდეგ ეს ლეიბლები მივუთითე აქ. გამოვიყენე count vectorizer-ი. ამას თლად არ აგიხსნით, იმიტომ რომ მე natural language processing-ში შეხვდებით ამას უკეთ, მაგრამ მარტივად რა ვხსნა, vectorizer-ი იღებს რაღაც წინადადებების კრებულს მაგალითად და გადააქცევს ვექტორად წინადადებას. თქვათ აი ამ შემთხვევაში შემიძლია დაგიპრინტოთ რა იქნება ჩვენი ლექსიკონი, თუ კი 4-ვე წინადადებად შევუშვებთ ამ vectorizer-ში. ეს იქნება ჩვენი ლექსიკონი. ეს არის ყველა სიტყვა, რაც ამ 4 მესიჯში ჯამში შეგვხვდა. და ეს თუ არის ლექსიკონი, by არის მენოლე ინდექსზე, chip არის პირველ ინდექსზე. შემდეგ შეგვიძლია თითოეული სიტყვა გადავაქციოთ bag of words. Bag of words-ად, რომელიც არის ჩვეულებრივად, რომელი სიტყვა რამდენჯერ შეგვხვდა. მაგალითად, პირველი წინადადება თუ არის by chip crypto now, ეს გარდაიქმნება ვექტორად, აი ამ ვექტორად. ხომ არ გავადით ამას კარგად ხედავთ? არ ჩანს კარგად, ხო? ესე იგი იყო by chip crypto now. ეხლა ჩვენ მივდივართ ლექსიკონში. აქ გვაქვს ერთიანი მითითებული, რომელიც გვეუბნება რომ by უნდა ავიღოთ. chip არის შემდეგი სიტყვა. Okay, crypto არის მესამე ინდექსზე და now არის ბოლოს წინა ინდექსი. ან დაახლოებით ხო ხვდებით წინადადება როგორ გადაიქცევა ვექტორად ლექსიკონის მიხედვით. Okay, ეს გავაკეთეთ. შემდეგ ვითვლით სპამის ალბათობას. ვითვლით სიტყვის. შეგიძლიათ თავიდან ახსნათ ის ერთიანი და ნულიანება სიტყვები როგორ გადავაქციეთ? კი ბატონო. მოკლედ 4-ვე წინადადება, ასე ვთქვათ, შევუშვით vectorizer-ი. vectorizer-ი დავატრეინინგეთ, დავატრანსფორმეთ ამ იმეილებით. და გვაქვს რაღაც ლექსიკონი შეიქმნა vocabulary. იმიტომ რომ უყურებს ყველა წინადადებას და გამოაქვს რა სიტყვები, რამდენი უნიკალური სიტყვა გვაქვს, რა უნიკალური სიტყვები არსებობს ამ 4 წინადადებაში, რაც მე მომაწოდესო. ესე იგი, ეს არის სულ სიტყვები. ამის მეტი არ იყო. საკმაოდ მოკლე წინადადებები იყო. ბევრი წინადადება რო გქონდეს, ძალიან დიდი ლექსიკონი გამოგვივიდოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პატარა ლექსიკონია. ამ ლექსიკონში მენოლე ინდექსზე წერია by. ესე იგი, თუ კი ჩვენ თან ასევე შევხედოთ, რომ ამ ლექსიკონის სიგრძე თუ კი არის, არ ვიცი რამდენია, მაგრამ ვთქვა 12 სიტყვა უნიკალური, ამ ვექტორშიც 12 ცალი ელემენტია. და ინდექსების მიხედვით გებულობთ რა სიტყვები ურევია ამ წინადადებაში. შესაძლოა მიმდევრობას ვერ ხვდებოდეთ, მაგრამ წერია ეს სიტყვა შეგხვდა ერთხელ, by შეგხვდა ერთხელ, chip შეგხვდა ერთხელო ამ წინადადებაშიო, პირველ წინადადებაში და პირველი წინადადება იყო ეს by chip crypto now. დაბლაც დავწერ. მოდი დავხედოთ. ეს იყო წინადადება. ანუ by შეავსო, chip შეავსო,
კრიპტოდ შეგვხვდა ერთხელო, ეს მესამე ინდექსზე და now არის ჩვენს ლექსიკონში ბოლოს წინა სიტყვა. მოვდივართ ამ ვექტორშიც ბოლოს წინა ინდექსზე და გვიწერია 1. შემდეგ წინადადებაზე ვქნათ მაგალითად, შემდეგი წინადადება იყო cheap loan offer. cheap loan offer. cheap არის მეორე ინდექსზე ლექსიკონში, უпростоრ პირველ ინდექსზე, დიბოდიში, მემელე პირველი, ესე რომ დავარქვათ. და აქაც გვხვდება ერთიანი ზუსტად იმ ადგილზე, რომელიც შეესაბამება სიტყვა chips. ოდნავ გასაგები თუ არის ეს? ეხლა ამ ორ მაგალითში ჯერ ანუ რა სიტყვა რა თანმიმდევრობითაც ლექსიკონში გვაქვს იმ თანმიმდევრობით ქონდა წინადადებაშიც და აი თუნდაც ჯერ რომ იყოს coffee და მე რო ეწეროს buy ვექტორად როგორ დავაქცევ? აი არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ეს ისეთი ვექტორიზაცია, სადაც თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. მაგიტო ეს არის ძალიან მარტივი ვექტორაიზერი. ითვლის უბრალოდ რომელი სიტყვა რამდენჯერ შეგვხვდა. და შესაძლოა პირველი სიტყვა სულ არ იყო buy cheap. შესაძლოა ყოფილიყო cheap buy. მაგრამ მაინც ზუსტად იგივე ვექტორი დაგვიჯდებოდა. აი cheap buy crypto now-ისთვისაც ზუსტად იგივე ვექტორი გვექნებოდა. ხო, ეს არის ძალიან მარტივი ვექტორაიზერი, მე უფრო რთულსაც აგიხსნიან შემდეგ ლექციებში და დიახ ნიკოლას? მაგალითში გვეწერა let's have lunch და აქ მარტო let წერია და ესი საწყო. ხო, ეს არის ოდნავ როგორ გარდაქმნიან სიტყვებს თვითონ ვექტორაიზერები. იმიტომ რომ ნუმერე უფრო დიდ მოდელებში let და let's მოდელები ერთ სიტყვად აღიქვავენ. ძალიან სიღრმეში აქ არ მინდა ჩავიდე, იმიტომ რომ თვითონ large language მოდელებზე როცა აგიხსნიან ლექციას და natural language processing-ს რო დაიწყებთ, მანდ უკეთ აგიხსნიან რა ხდება, რატო ხდება, ზოგჯერ მარტო ლექსიკონი კი არ იქნება. იღებენ და რაღაც სიტყვებს საერთოდ ამოიღებენ ხოლმე თვითონ ტექსტიდან, იმიტომ რომ არ არის იმდენად მნიშვნელოვანი და მხოლოდ შესაძლოა ხელს უშლიდეს მოდელს, ან არაფერში არ ეხმარებოდეს მოდელს. მაგრამ ეს არის თალკე თემა, რომელიც მერე მოვა და უფრო ბევრად დიდი თემის ნაწილია. ეხლა უბრალოდ განვიხილოთ, რომ გვაქვს ესეთი ვექტორაიზერი შევქმნით და თითოეული წინადადება გადაგვიქცია ვექტორად, რომელიც უბრალოდ რეალურად არის ლისტი ციფრებით და იმის მიხედვით არის ციფრები, სიტყვა რამდენჯერ შეგვხვდა იმ იმეილში. იმ კონკრეტულ იმეილში. შემდეგ ვითვლით spam-ში სიტყვების რაოდენობას და ham-ში სიტყვების რაოდენობას. Jam-ში გვაინტერესებს spam-ში რამდენია და ham-ში და აი აქ ვიყენებთ აი იმ smoothing parameters. Smoothing parametri, რომელიც გვეხმარება 0-ის სიხშირის პრობლემის აღმოფხვაში, alpha-ს ვეუბნები რომ იყოს 1 და თითოეულ სიტყვას მოკლედ ვუმატებთ თითოს. თითქოს 1-ით მეტჯერ შეგვხვდა ეგ სიტყვა spam-შიც და ham-შიც. თითოეულ სიტყვაზე იგივეს ვაკეთებთ. მერე ვითვლით თითოეული სიტყვის probability-ებს, ალბათობებს. თუ კი იყო spam-ი, თითოეული სიტყვის ალბათობა თუ კი იყო ham გამოიყენება სიტყვად, როდესაც არა spam-ია, ასე ვთქვათ, ესეა მიღებული spam-ი და ham-ი, spam and ham. და რეალურად ის ცვლადები, რომლებსაც იქ ფორმულებში ვიყენებდით, როგორც გახსოვთ, უკვე გვაქვს შენახული ესე რაც ლისტებში ან array-ებში და პირდაპირ ზუსტად როგორც ფორმულაში ხდება, აქაც ესე ვამრავლებ. არ გეტყოდით, რომ საჭიროა ამის ხელით გაწერის ცოდნა, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა, რომ ხელითაც შეგიძლიათ გაწეროთ რეალურად naive-ბეისი და ალბათობები დათვალოთ და ზუსტად იგივე ფორმულაზე დააჯინოთ კოდი. ზუსტად იგივეს აკეთებს ახლა ეს კოდი, რაც იქ ფორმულაში მქონდა. და შემიძლია აქ რამე წინადადება დავწერო. Loan for home available now და მithlis ამის ალბათობას. ალბათობა იმისა, რომ ეს არის spam-ი, საკმაოდ დიდია, არა spam-ი, არის 0.3-ო. ნუ სავარაუდოდ loan რახან იყო და loan ხშირად შეხვდა იქეთ spam-ში. აი აქ spam-ში შეხვდა, ერთხელ შეხვდა. მაგრამ ნუ საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩაეთვალო, რომ უფრო მეტად spam-იაო. და გადაწყვიტა, რომ ესეთი ალბათობები გადაენაწილებინა, ესე გამოვიდა ფორმულით. თქვენ რომ alpha არ გაგვეკეთებინა, alpha ყოფილიყო თქვათ 0. სიტყვა available towards-დები, ან home, საერთოდ არ იყო იმ იმეილებში.
ანუ ლექსიკონში არ მქონდა და აი პრობლემა შეიქმნა. იმიტომ რომ 0-ის ტოლი გახდა, ნუ მე 0-ზეც იყოფოდა და 0-ზე გაყოფა უკვე აღარ გამოვალ და მოკლედ ერორი ამოაგდო. მაგიტო კიდე ერთხელ ფასს უსვავ, რომ smoothing პარამეტრი გვჭირდება. ეს არის ხელით გაწერილი და ახლა ალბათ ბიბლიოთეკით გაწერილი შემიძლია გაჩვენოთ. რაღაცა ცალკე CSV მაქვს, აქ ჰემის და სპემის დალეიბლებული. შეიძლება გამოჩნდეს. გამოვტვირთავ და ისე გაჩვენებთ კოდში. ჯობია. ხო. მოკლედ ასეთი data set-ი მაქვს. ის spam 0-ია ან 1-ია, თუ კი 1-ია, ანუ spam-ია ვამბობ და მაქვს ტექსტი. ამ ტექსტს ვყოფ training და testing dataset-ად. ნუ vectorizers ვიღებ. და მე მოდელს ვატრეინინგებ. აი აქ ხდება რეალურად მოდელის შექმნა multinomial naive Bayes. Multinomial naive Bayes გამოიყენებენ უმეტესწილად, რაღაც სხვა ვარიანტებიც არის, მაგრამ კლასიფიკაციისთვის უმეტესწილად ამას იყენებენ. და აქ alpha უკვე ავტომატურად უდრის 1-ს. ანუ ის 0-ის ხშირის პრობლემა. ჩვენ იქ ხელით რო დავწერეთ alpha და ხელით დავამატეთ ყველაფერი, ამ ბიბლიოთეკას ავტომატურად აქვს ჩათვლილი, რომ alpha უდრის 1-სო. ხელით დაწერაც არ გჭირდებათ, ანუ არაფერი არ დაწეროთ, default-ად არის 1-ის ტოლი. მერე ვატრეინინგებთ train data-ზე, ანუ მონაცემებზე, სიტყვებზე და label-ებზე და მერე ვაპრედიქტებთ უკვე testing data-set-ზე. არ მოგვიწონა. ორი წამით. ათ არასდროს ჩამოვტვირთე. ინტერესო. შეიძლება რამე მონაცემებში ისეთი, რომ უჭირს, შეიძლება რამე ისეთი სიმბოლოები ურავია, რაც ვერ დაენქოდა, მაგრამ მაშინ აქ უნდა ყოფილიყო. კაი, ამას მე ეხლა დრო რო არ დაგაკარგვინოთ. ამას მე თალკე ჩაგიგდებთ YouTube-ზე ვინც უყურებთ. იქაც გასწორებულს ავტვირთავ და მონაცემებსაც data-საც ჩაგიგდებთ CSV-ს. კარგი. გადავიდეთ შემდეგზე, ბოდიში დამაზე. არ ვიცი რატო მოხდა. თითქოს მანამდე გავდრესდე მახსოვდა. კარგი. შემდეგი თემა არის support vector machines. ახლა დავივიწყოთ ოდნავ naive Bayes-ი და საერთოდ ახალ თემაზე გადავდივართ. საერთოდ არ მაინც კლასიფიცირებისთვის გამოიყენება. Support vector machines არის ალგორითმი, რომლის მიზანიცაა მონაცემებისთვის იპოვოს ისეთი რაღაც ოპტიმალური გაყოფა, hyperscript-ს ეძახიან, რომელიც კლასებს მაქსიმალურად აშორებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთისგან. ყველაზე ასე ვთქვათ, შუაში, ყველაზე კარგი დისტანცია და შორეული დისტანცია ორივე კლასიდან რო გქონდეს ამ hyperscript-ს, რომელიც მონაცემებს გაყოფს. და support vector machine-ები არის ერთ-ერთი ჩვენი ერთ-ერთი კარგი მოდელი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ კი თქვენი მიზანია, რომ მიიღოთ სწორი პასუხი და არა ის თუ გაიგოთ რატომ მივიღეთ ეს სწორი პასუხი. ანუ თვითონ მოდელის გაგება და მოდელმა უკან რა გააკეთა, ოდნავ რთულია, ცოტა ხანში მიხვდებით რატომ. და რთულია გაიგოთ რატომ მოხდა. ანუ მაგალითად რაღაც მენეჯერი თუ გეკითხებათ, რომ დამეტრეინინგე მოდელი და სწორი პასუხი მომეციო, ზოგჯერ არის რომ აინტერესებთ ასევე რატომ მოგცა ეს სწორი პასუხი, რა არის ის ფიჩერები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს. ამ შემთხვევაში ოდნავ რთულია მაგის გაგება, ასე რომ მოდელი ასე ვთქვათ interpretable მარტივია გასაგები, რატომ მუშაობს, ასე არ არის. იგი გამოიყენება კლასიფიკაციისთვის, თუმცა შეგვიძლია ასევე რეგრესიისთვის გამოიყენოთ და outlier detection-ისთვისაც. მაგრამ დღეს განვიხილავთ კლასიფიკაციას და ეს არის მაგის main მთავარი
თქვათ ეს თითოეული წერტილი არის თაგვი და გვაქვს თაგვების მასები. და თუ კი წითელია, ასე იგი თაგვი არის, ასე ვთქვათ, დაკლასიფიცირებული როგორც გამხდარი და მწვანე თუა ჭარბწონიანი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წონის მიხედვით მარჯვნივ მარცხნივ აუცილებლად ერთი ხაზი იქნება. შეიძლება თაგვი რაღაც მაღალი იყო და სულ არ არის ჩათვლილი ჭარბწონიანი და თავის სიმაღლისთვის კარგი წონა აქვს. მაგრამ თქვათ ესეთი მონაცემები გვაქვს. თქვენი აზრით ამის კარგი გამყოფი სიბრტყე სად იქნებოდა? გამყოფი ხაზი. შუაში რო ხაზი არის იმისგან ოდნავ მარჯვნივ. კი ბატონო. ანუ შეიძლება ის დაგვარად, რომ აი ამ ყველაზე მარცხენა წითელს, ყველაზე მარჯვენა წითელსა და ყველაზე მარცხენა მწვანეს შორის შუაზე რო გავყოთ, აი ეს ხაზი, რომელიც იქნებოდა ეს. მაშინ როდესაც ესეთი მარტივად განსაყოფია ორი მონაცემები და ლეიბლების მიხედვითაც, ანუ აშკარად რაღაცა მარცხნივ არის, აშკარად რაღაცა მარჯვნივ არის, ერთმანეთში არც კი იკვეთებიან, ანუ არ გვაქვს რომ მწვანე იყოს მარცხენა მხარეს და წითლებში გარეული, ანუ outlier-ებიც არ გვაქვს. ამას ეძახიან maximal margin classifiers. ეს ხაზი, ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ მაქსიმალური დისტანცია გააკეთოს მარცხენა კლასებთანაც და მარჯვენა კლასებისგანაც, რომ მაქსიმალური დისტანცია დაიჭიროს. მეორე მაგალითი ვთქვათ, ორდე განზომილებაში, ვთქვათ, გვაქვს რაღაც წითელი მონაცემები და ლურჯი მონაცემები, ეს არის კლასების მიხედვით და ეს იქნებოდა მაგათი გამყოფი ხაზი, გამყოფი hyperplane, hypersibtqe. ამას ეწოდებოდა მარჯინი და ეს მარჯინი არის უბრალოდ მანძილი support ვექტორებს შორის. ამებს ეძახიან support ვექტორებს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მაგათზე დაყრდნობით hyperplane პოულობს ამ შუალედს, ხო? იმიტომ რომ ყველაზე ახლოს hyperplane-თან ესენი გამოდიან და hyperplane ცდილობს, ოკეი, ამათ შუაში უნდა შევეცადო, რომ გავალო ხაზი ორი. რაც შეიძლება შუა რო იყოს, რომ მარცხენა მონაცემებიდან შორს იყო და მარჯვენებისგანაც. ოკეი. ეხლა რა შვებით, თუ კი ჩვენი მონაცემები ასე გამოიყურება. როდესაც ეს წითელი საკმაოდ მარჯვნივ არის. თუ კი იმ maximal margin classifiers გამოვიყენებთ, რომელიც მანამდე იყო, მოგვიწევს, რომ რეალურად ხაზი გავალოთ აქ. მაგრამ არ მოგწონს დიდად, ხო? იმიტომ რომ სავარაუდოდ შესაძლოა ეს ერთი წერტილი, ეს ერთი მონაცემი იყოს outlier-ი. ან რაღაცის გამო, მოკლედ, არ იყოს საჭირო, რომ ჩვენ ესე ძალიან გადმოვწიოთ ჩვენი გამყოფი ხაზი. ამისთვის, აი ამ შემთხვევაში, მაგალითად, order სიბრტყეში, სავარაუდოდ ეს ხაზი იქნებოდა ყველაზე კარგი, ხო? თუ არა, არც ვიცი. ხო. მაგრამ ისე არ გამოდის, რომ მის კლასიფიკაცია არ გავუკეთოთ. არ გვაქვს მონაცემები ისე, რომ მარტივად გაყოფადი იყოს და არც ერთი მის კლასიფიკაცია არ მოვახდინოთ. ამისთვის საჭიროა, რომ დაუშვათ მის კლასიფიკაციის უფლებაც და ამ მოდელს მივცეთ საშუალება, რომ დაუშვას შეცდომები. ამას ვეძახით soft margin classifiers. და რას აკეთებს soft margin classifier-ი? loss ფუნქცია გავლილი გაქვთ და რეალურად loss ფუნქცია არის, რითაც მოდელი ცდილობს, რომ ამ ფუნქციის მნიშვნელობაზე დაყრდნობით შეამციროს ხო loss-ი. ეგ არის მთავარი, რომ გრადიენტი ნელ-ნელა ჩამოდის, loss-იც უნდა შემცირდეს და ეგ არის მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი მოდელის, რომ შეამციროს loss-ი და შესაბამისად გაუმჯობესოს მოდელი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს hinge loss. ფუნქცია, loss ფუნქცია, რომელსაც ვიყენებთ support vector classifier-ში, support vector machine-ში. და ამ შემთხვევაში პენალტი რა იქნება? ვთქვათ, რაღაცა თავიდან რაღაც ხაზია გავლებული. აშკარად წითლები hyperplane-ის, hypersibtqe-ის აქეთა მხარეს არის, ეს ლურჯი არის hypersibtqe. და წითელი მეორე მხარეს არის, სადაც გამოდის, რომ ის კლასიფიკაციას გაუკეთებს მოდელი, იმიტომ რომ გონია, რომ მარჯვენა მხარეს სულ მწვანეებია. ან ეს მწვანეც ჩაითვლება, რომ მოდელმა მის კლასიფიკაცია გაუკეთა. ამ შემთხვევაში ესეთი მონაცემები მოდელს მისცემს პენალტს, ასე ვთქვათ. ანუ რაღაც შეცდომაა დაშვებული და შესაბამისად loss-ი გაიზრდება. და მოდელმა უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება ნაკლები ქონდეს, ხო, loss-ი. ამ შემთხვევაში, როგორც ახსენე, hypersibtqe-ის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, რომ ასევე
მაქსიმალური დისტანცია გააკეთოს ამ კლასებს შორის. ამიტომ ორი თავარი იდეა აქვს ჩვენს hinge loss ფუნქციას. ერთი არის რომ მარჯინი გაზარდოს, მარჯინის მაქსიმიზაცია და პენალტების მინიმიზაცია. ამიტომ ობიექტური ფუნქცია, რომელიც გვინდა რომ დავამინიმიზიროთ, არის ერთი გაყოფილი მარჯინზე. თუ კი გვინდა რომ დავამინიმიზიროთ და მარჯინის მაქსიმიზაცია გვჭირდება, ანუ ეს უნდა შემოვატრიალოთ, ხო? და პენალტები რო შევკრიბოთ, ესენი გვინდა ასევე შევამციროთ. ეს გვინდა დავამინიმიზიროთ. C რა არის? C არის რაღაც კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში ჰაიპერპარამეტრი, რომელიც სულ თავიდან ვახსენეთ, გახსოვთ, ჩვენი ხელით ვუთითებთ ჰაიპერპარამეტრს. და ამ შემთხვევაში C უბრალოდ გვეუბნება, ოკეი, ეხლა ეს მონაცემთა მეცნიერი, რომელიც გატრეინინგებს, ფიქრობს, რომ უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს პენალტის შემცირებას. ან C თუ კი დაბალია, ესე იგი მარჯინის მაქსიმიზაციას უფრო დიდი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. და დაახლოებით მივხვდით ლოგიკას. ლაიკის ან დისლაიკის ჩვენებით. კიდე ორი ადამიანიც მჭირდება. თუ კი ვერ გაიგეთ, ჯობია რომ კითხვები დასვათ მართლა. ოკეი. გადავინაცვლოთ მაშინ. ანუ ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, ფუნქცია დაახლოებით, ანუ პირდაპირ ესე არ არის, მაგრამ ლოგიკურად მინდა წარმოიდგინოთ, რა გვინდა რომ დავამინიმიზიროთ. მარჯინის მაქსიმიზაციისთვის უნდა დავამინიმიზიროთ ერთი შეყოლებული მარჯინთან და უნდა დავამინიმიზიროთ პენალტები და C არის კოეფიციენტი. ეს C დავიმახსოვროთ, მე კიდე შეგხვდება. C მოკლედ კიდე ერთხელ გიხსენებთ, თუ კი C გვაქვს მაღალი, მოდელი ცდილობს, რომ ნაკლები მის კლასიფიკაცია ქონდეს, ნაკლები პენალტი. ამიტომ, თუ დავუფიქრებით, წარმოიდგინეთ, C ძალიან მაღალი გვაქვს. C თუ კი ძალიან მაღალი გვაქვს, მოდელი ცდილობს, რომ ყველანაირად რაღაცა მოახერხოს, ოღონდ მის კლასიფიკაციები არ ჰქონდეს. რომელი ხაზი გაევლებოდა თქვენი აზრით აი ამ მონაცემებზე? თუ კი მაგას ცდილობს მოდელი, თუ კი C ძალიან მაღალი გვაქვს. რამდენიმე ვარიანტს გეტყვით? კაი. თქვათ ლურჯი იქნება მისი გადაწყვეტილება. ვინ ფიქრობთ ამას? ეს ლურჯი ხაზი. ოკეი, მეორე ვარიანტი. თქვათ აი ამას შეეცდება ესეთ ხაზს. ამას ვინ ფიქრობთ? კი ბატონო. ანუ ყველანაირად შეეცდება, მიუხედავად იმისა, რომ აქ მარჯინი უფრო პატარა იქნება, ანუ მანძილი ჰაიპერსიფრთხესა და support ვექტორებს შორის უფრო პატარა იქნება, სამაგიეროდ მის კლასიფიკაციები 0 ექნება ამ მოდელს. და მაგიტო C-ს თუ გავწვდით, ეს მოხდება. ოკეი, გადავიდეთ შემდეგზე. რას ვაკეთებთ, როდესაც მონაცემები 100-ია? აშკარად ერთი ხაზით, ერთი სიბრტყით, ესე პირდაპირ ვერ გაიყოფა, ხო? ფივი ტრანსფორმაცია გვჭირდება? კი, დაახლოებით ეგრეა. უკეთ რა ახსნა? ზუსტად აქ ვიყენებს support vector მაშინების რეალურ ძალას, რომელიც მდგომარეობს კერნელებში, კერნელ ფუნქციებში. ესე იგი, ის მონაცემები, რომელიც გაჩვენეთ, აი აქ არის, x ღერძზე. ეხლა რას აკეთებს კერნელ ფუნქციები? რამდენიმენაირი კერნელ ფუნქცია არსებობს? აქ ეხლა კონკრეტულად ვიყენებ პოლინომიურ კერნელს, რომლის ხარისხიც არის d უდრის 2-ს. შეგვიძლია 3-იც, 4-იც, ну მოკლედ ძალიან დიდ ხარისხშიც ავიყვანოთ, მაგრამ d უდრის 2-ს. რას ვაკეთებთ? ანუ ვიღებთ მონაცემებს აი აქ, დოზა მილიგრამებში ეწერა x ღერძზე და მოდი ავიყვანოთ ეს სხვა განზომილებაშიო. ამას აკეთებს კერნელი. მე მივუთითე რომ d იყოს 2 თქო. ანუ თითოეულ მონაცემს, არ ვიცი, ვთქვათ ეს იყო 1 არა, ეს იყო 2 ვთქვათ. ამის y ნიშნულობა იქნება 4, იმიტომ რომ ავაკვადრატებ. ეს თუ 3 იყო, ეს იქნება 9 ამის y ნიშნულობა. და ასე შემდეგ ყველაფერს ავაკვადრატებ, ყველა x ღერძზე ნიშნულობას ავაკვადრატებ და ეს იქნება ჩემი ახალი y ღერძზე ნიშნულობები. და რეალურად ახლა უფრო მაღალ განზომილებაში ვხედავ, რომ რეალურად შემილია ერთის სიბრტყით ეს მონაცემები ერთმანეთისგან დავაკლასიფიცირო და რაღაცნაირად გავყო, ხო? ამას თუ მივხვდით, იმიტომ ეს მნიშვნელოვანია. ლაიკის ან დისლაიკის. ოკეი.
ასევე თუ კი 2D სივრცეშიც, ანუ მეორე ხარისხში თუ ავიყვანეთ, არ იყოფა, მე შეგვიძლია რაღაც მესამე, მეოთხე სხვა ვცადოთ. ასევე არსებობს სხვა ტიპის კერნელი, radial კერნელი, მაგალითად, ამას არ ჩავუხმავდები, მაგრამ ეს გარდაქმნებისთვის იყენებს რაღაც მონაცემი, თავის გარშემო მყოფი მონაცემების რაღაც გარდაქმნებს. კოეფიციენტის მინიჭებაც შეგვიძლია, მაგალითად, აი 3x-ი რო გავხადოთ, იმის ნაცვლად რო x კვადრატი გავხადოთ. და რეალურად აქ გვადგება cross validation ასევე, იმიტომ რომ ეს კერნელის ხარისხებიც რაღაც ჰაიპერპარამეტრია, რომელიც ხელით შეგვიძლია ავირჩიოთ. ოკეი. დავწეროთ კოდი მოდით. აქ ხელით არ ვწერთ. აქ ვწერ პირდაპირ ბიბლიოთეკის გამოყენებით. ვაიმპორტებ sklearn svm-დან support vector classifiers. პირველ რიგში ვქმნი რაღაც მონაცემებს, make moons არის უბრალოდ რაღაც დამი მონაცემების შესაქმნელად. მერე ვქმნი მოდელს, ამბობ რომ linear kernel-ი ქონდეს, c იყოს 1 თქო. გახსოვთ ის c მაშინ კოეფიციენტი რო იყო? კოეფიციენტი იყო, რაც უფრო მაღალია c, მით უფრო მეტად ცდილობს რომ მის კლასიფიკაციები მოდელს არ ქონდეს. ეხლა მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. თქვათ c გვაქვს ძალიან დიდი. და უკვე ნახეთ რომ მონაცემები არ არის საჭირო რომ მაინც და მაინც თავიდანვე ერთი სიბრტყით, ერთი ხაზით გაყოფათი იყოს, იმიტომ რომ შეგვიძლია სხვა განზომილებაში ავიყვანოთ და იქ იყოფა. რა ხდება თუ კი c გვაქვს ძალიან მაღალი? რა შეიძლება მოხდეს? რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას? ნუ ეს c რას აკეთებდა მან ზუსტად რო გავხსენოთ SG-და იმას, რა ქვია მოდელს. c SG-და მოდელს თუ კი იყო მის კლასიფიკაციები. ანუ ყველანაირად ცდილობს რომ შეცდომა არ დაუშვას მოდელმა. c თუ ძალიან დიდი იქნება, მაშინ overfit-ზე წავა მოდელი? კი, ზუსტად. იმიტომ რომ ახლა უკვე ნებისმიერი ფორმის როგორც არ უნდა იყოს ეს წერტილები ამ სივრცეში, ყველანაირად მოახერხებს რომ მოერგოს. ნუ ყველანაირად არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ფორმის მიღება შეუძლია ახლა და ტრეინინგ დატაზე overfitting-ი მოვა, იმიტომ რომ c თუ ძალიან მაღალია და მოდელი ძალიან ცდილობს რომ ყველაფერს მოერგოს და შესაბამისად margins უკვე აღარ ითვალისწინებს, ძალიან ახლოს შეიძლება მივიდეს იმ მონაცემებთან და რაღაც ისეთი ისე გამოაცალკევოს ერთი კლასი მეორესგან რა განზოგადებული ნამდვილად ვერ გამოვა ეგ მოდელი. ეხლა ამას დავრანავ და ნახავთ კიდეც. თავიდან ვრანავ რფივ კერნელს, ანუ რომელსაც არ შეუძლია გარდაქმნები, მერე რამდენიმე პარამეტრს ვცდი. მაგალითად c იყოს 0.1, 1.10, degree, ანუ კერნელის ხარისხები იყოს 2, 3, 4, 5 და ორცალ კერნელს ვცდილობ პოლინომიურს და radial basis, ისე რომ გიხსენით. ეს არის ლინიარული, როგორ გამიყოფდა აი ამ მონაცემებს. ბევრია. კაი, დავხედოთ ჯერ ამას. როგორც ხედავთ, ეს მონაცემები მაინც და მაინც ისე კარგად ერთი სიბრტყით არ იყოფა. ეს იყო თავიდან, როდესაც ლინიარული კერნელი გამოვიყენა, linear support vector machine. ანუ მართლა ერთი ხაზი და გარდაქმნებს აქ არ აკეთებს. პოლინომიური კერნელი არ არის და არც RBF-ი. შემდეგ და აქ c უდრის 1-ს ასევე. შემდეგ უკვე რაღაც სხვადასხვა პარამეტრები შევცვალე. აქ c მაგალითად 0.1-ს უდრის, degree 2-ს უდრის და კერნელი არის პოლინომიური. რაღაც ვერ ვიტყვი რომ თქვა გაუმჯობესა. ნამდვილად ვერ გაუმჯობესა სავარაუდოდ. მაგრამ რაღაცა გვაქვს. მერე შევცვალეთ კერნელი, მაგალითად აქ RBF-ს იყენებს. RBF-ს იყენებს და ტესტზე რატომღაც ძალიან კარგად მუშაობს, train-ზე ისე რა. მერე ჩავიდეთ, მე მაინტერესებს c რო გაიზრდება, ეს არის 0.1 მაგალითად. ხედავთ რომ რაღაც იდეალური გაყოფა არც ერთს არ აქვს. c 0.1, ჩავიდეთ c იყოს 10-ის ტოლი. ამას დახედეთ მაგალითად c არის 10-ის ტოლი, კერნელი გვაქვს RBF-ი, ამ შემთხვევაში RBF-ი უკეთესად მუშაობს ვიდრე პოლინომიური, იმიტომ რომ ისეთი მონაცემებია ერთმანეთთან მეზობლად მყოფები უფრო განსაზღვრავენ კარგად შემდეგი მონაცემების ლოკაციას და c გვაქვს 10. ანუ აქ უკვე იდეაში ამ მონაცემებისთვის ეს კარგი გაყოფაა.
მაგრამ ეს მონაცემები ესე მთვარისებურად არ ყოფილიყო გადანაწილებული. მე სპეციალურად ისეთ მონაცემები მოვიტანე, რომელსაც ნახევარმთვარე ქვია და ესე 2 ცალი ნახევარმთვარეა, ესეა გადანაწილებული. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ეს რო ნორმალური მონაცემები ყოფილიყო, ეს იქნებოდა overfit-ი. დაახლოებით შეგექმნათ წარმოდგენა, რასაკეთებს ეს C რო იზრდება, ან მცირდება. და ლინიარული როცა იყო, ხაზი იყო, როდესაც შემოვიტანეთ კერნელები, უკვე რაღაც სხვადასხვა ფორმებს იღებს აქ, მაგალითად ესეთია. აქ ასე. რაღაც სხვანაირ ფორმებს იღებს. რეალურად ეს რაღაც განზომილებაში ერთი სიბრტყე იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივ განზომილებაში ვუყურებთ. დიახ, იგი? რაღაც მაინტერესებს, ხა რადგან აქ ვექტორებთან არ გვაქვს საქმე, აი მრავალ განზომილებიანი რო ქონდეს, აი ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი არა, მაგრამ თუნდაც აი 40-50-მდე ფიჩარი რო ქონდეს, მაშინ ბევრად დიდი დრო დასჭირდება, ხო, SVM-ს ან ფული იქნა გამოსვა. ეგერთი პრობლემა აქვს, რომ SVM-ს მე ოდნავ უჭირს ბევრ ფიჩერზე და უკეთესად მუშაობს საშუალო ან პატარა dataset-ებზე. მასე დროს რა შეიძლება ხოლმე, აი თუნდაც თუ ძალიან ბევრი გვაქვს, შეიძლება რომ ჩვენი dataset-ის 20% ავიღოთ და მაგაზე უბრალოდ დავტესტოთ SVM-ი როგორი მუშაობს. შეგვიძლია ეკვნათ ან სხვა მოდელები, რომლებიც უკეთ მუშაობს ბევრ მონაცემზე, მაგალითად decision tree-ები უკეთესად მუშაობს ბევრ მონაცემზე, ოღონ ოდნავ რაღაც შეკეთება სჭირდება decision tree-ს რაღაცის აკრძალვა, რომ ზედმეტად არ დაიშალოს. შემდეგს გავივლით decision tree-ს. მაგრამ ხო, შეიძლება სხვა მოდელი უკეთესად მუშაობდეს უფრო დიდ მონაცემებზე. SVM-ზე ნახსენებია, რომ უფრო საშუალო პატარა dataset-ებზე უკეთ მუშაობს ხოლმე. ოკეი, კიდე რამე შეკითხვები თუ არის, გამოვუშვით. კაი, მანამდე მე მგონი SVM-ის კოდს მოვრჩი. თქვენთაც შეგიძლიათ მე სადაც სხვა მონაცემებზე C შეცვალოთ. და აქ მინდა აღვნიშნო. აი აქ ზუსტად ამ C-ს რო ვცვლიდი, kernel-ს ვცვლიდი, hyperparametrებს ვცვლიდი მოკლედ აქ, ეს არის hyperparametrების grid-ი. ნუ ამას შემდეგ ლექციაზე ვახსენებ grid search-ს რა არის. მოკლედ grid search-ი რეალურად ყველა ვარიანტს განიხილავდა, მაგალითად C იყოს 0.1, degree 2 მერე პოლინომიალური, მერე RBF-ი, მერე degree იყოს თქვა 3, პოლინომიალური RBF-ი და ყველა ვარიანტს განიხილავდა, მოკლედ ყველა კომბინაციას. და აქ ვიყენებდით ზუსტად აქ სჭირდება რომ გამოიყენოს ვალიდაციის სეტი. ანუ აქ testing set-ის მიხედვით არ ითვლიდა რეზულტატებს, აქ ხო accuracy გქონდა მაგალითად რაღაც ერთი თვლიდა მეტრიკებს. აი სწორედ აქ არის რომ გვჭირდება ვალიდაციის სეტი, თორე testing-ზე თუ გავაკეთოთ, მე testing-ს უკვე აზრი აღარ აქვს. ოკეი. დავბრუნდეთ ისე ჩვენთან და ხო, აქ უნდა ვახსენო. ხო, ზუსტად აქ მიწერია. SVM საკმაოდ კარგი სიზუსტე აქვს და უკეთეს შედეგს იძლევიან, მაგრამ მცირე და საშუალო მოცულობის მონაცემები უნდა გქონდეს. და ერთ-ერთი პრობლემა ასევე არის მაღალი გამოთვლითი სირთულე და ინტერპრეტაციის ნაკლებობა. დიდი მოცულობის მონაცემებზე SVM ნელი ხდება, როგორც ახსენეთ, და განსაკუთრებით თუ kernel მეთოდებს ვიყენებთ. ეს რო დავრანე საკმაოდ რამ არა, კომპიუტერისთვის საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა ამ ყველაფრის დაგენერირებას. კიდევ ერთხელ ვცადოთ. ეხლა მე მგონი cache-ია და მაინც მალე იზავს, მაგრამ აი რო ველოდები ახლა ის არის grid search საკეთებს. საკმაოდ რაღაც დრო დასჭირდა, ხო, მაგრამ და არც ისე დიდი მონაცემებია. ხო და kernel-ს თუ იყენებთ, განსაკუთრებით ნუ იზრდება დროის რაოდენობა, რაც სჭირდება. ოკეი. გადავიდეთ გადაწყვეტილებათა ხეებზე, decision tree-ებზე. Decision tree-ები გამოიყენება კლასიფიკაციისთვისაც, თუმცა ასევე იყენებენ რეგრესიისთვისაც. და რომ წარმოვიდგინოთ decision tree, საკმაოდ მარტივია, როგორც ჟღერს, გვაქვს რაღაც ხე, რომელსაც აქვს root node-ი, ფესვი, მერე შიდა node-ები, internal node-ები, სადაც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს, ასე ვთქვათ. და ბოლოს გვაქვს leaf node-ები, სადაც არის საბოლოოდ
ასე ვთქვათ, მონაცემები მანდ გროვდება, ასე ვთქვათ, რაღაც data point-ები. leaf node-ებში გროვდება. ერთ-ერთი მაგალითი შეგვიძლია დავხედოთ, აი ვთქვათ ესეთი ესეც decision tree-ა მაგალითად. შეკითხვა არის 40 წლის არის ან უფრო უფროსის. თუ კი, მაშინ ეს მონაცემები წამოვა აქეთ ამ მხარეს. თუ კი არ არის, მაშინ აქეთ ამ მხარეს. მერე აქაც რაღაც შეკითხვა ვარჯიშობს თუ არა 20 წუთზე ნაკლები. თუ კი 20 წუთზე ნაკლებს მუშაობს, აქეთ ამ მხარეს წამოვა, თუ კი 20 წუთზე მეც მუშაობს, მაშინ არის დარდო ეუბნება. მერე ამოწმებს 10 წუთზე ნაკლებს თუ ვარჯიშობსო, თუ კი, მაშინ consider joining a gym. დაფიქრდი, ხوار გინდა გაწევრიანდე fitness დარბაზშიო მაგალითად. თუ კი 10 წუთზე მეც ვარჯიშობს, მაგრამ 20 წუთზე ნაკლები გამოდის, რახან აქეთ ამ მხარეს ვართ, მაშინ try a little more exercise, ოდნავ მეტი ვარჯიში სცადეო. აქეთაც ასევე, ანუ თვითონ ლოგიკურადაც ადამიანები გადაწყვეტილებებს როცა იღებენ, რაღაც დაახლოებით ასეთი ხე შეიძლება წარმოვიდგინოთ თავში, ხომ, რაღაც პრიორიტეტების მიხედვით. ეხლა საინტერესო შეკითხვა არის, მიხედვით არჩევს თავიდან რა შეკითხვა დავსვაო, თავიდან რის მიხედვით გავფილტრო, ხო, decision tree. კიდე ერთ მაგალითს მოვიყვან, ვთქვათ, ეხლა იყო ის კატეგორიული გადაწყვეტილებები, ხო? ვთქვათ, ციფრებზე, უფრო რიცხვებზე არის გადაწყვეტილებები და გვაქვს ესეთი ეს თეთრები არის, წარმოიდგინეთ, x ღერძი, ეს არის y ღერძი და გვაქვს რაღაც მონაცემები, მწვანეებში რაღაც ერთი კლასია, წითლებში მეორე კლასია და თავიდან კითხვა დაისვა x0 ნაკლები ანტოლია 12-ზეო, თუ კი ნაკლები ანტოლია, აი ეს წითელი მეორე, მესამე და მეოთხე ჩავარდებიან მარცხენა leaf-ში. და უკვე არც გვაქვს წითლების და მწვანეების რაოდენობა, მარტო წითლებია მარცხენა მხარეს. ანუ გავჩერდებით, ეს არის leaf node. აქეთ გვაქვს რაღაცები მოგვრჩა, რაღაც საკმაოდ ბევრი მწვანე და ოდნავ ნაკლები წითელი. მერე მეორე ხაზი გაივლება, მეორე ფილტრი, x0 ციფრაზე ნაკლები არის თუ არაო. ნაკლები არის თუ არა, ჩავარდება აქეთ, თუ კი 9-ზე მეტია, ჩავარდება მარჯვენა მხარეს. აი მაგალითად 1 2 3 4 ცალი წითელი ჩავარდება მარჯვენა მხარეს. რახან მარტო წითელი ფერები უკვე შეგვიძლია ამასაც leaf node ვუწოდოთ. შემდეგი გადაწყვეტილების ჯერი მოვიდა, ეს წერტილები დარჩა დასაფილტრავი, ასე ვთქვათ და ვთქვათ, რომ x1 იყოს ნაკლები ანტოლი 9-ზე. x1 იგივე, y მნიშვნელობაა და გაივლება ეს ხაზი, ეს ფილტრი. ამის ქვემოთ მარტო მწვანეებია, ამის ზემოთ მარტო წითლებია და მოკლედ ესეთი რაღაც გამოვიდა, ესეთი გადაწყვეტილებები მიიღო. ამის მიხედვით გადაწყვეტს decision tree, თუ კი წერტილი ჩავარდა აქ, ანუ წითელია. თუ კი აქ ჩავარდა, ანუ მწვანედ უნდა დავაკლასიფიცირო. ამაზე აქვე ვახსენებ, ბარემ. ჩვენ ახლა ავიღეთ და ჩავედით აი ბოლომდე, სანამ თითოეული leaf-ი არ იყო მარტო ერთი კლასი, მანამდე არ გავჩერდით. ამ შემთხვევაში რა შეიძლება ხდებოდეს, რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას? კითხვა შეგიძლიათ გაიმეოროთ? ანუ ახლა რო შევხედეთ, leaf node-ებში, leaf node-ებად არ გადავაქციე მე რაღაც node-ები, მანამ სანამ იმ node-ში ყველა მონაცემი არ აღმოჩნდა ერთი კლასის. აი აქ წითლები, აი აქ წითლები, აი აქ ორი ცალი წითელი, აი აქ მარტო მწვანეები. რატო არ გავჩერდი აი აქ? აქ ხო არ გავჩერდი. არა და აშკარად ნუ სავარაუდოდ აი ამ არეალში თუ რაღაცა ჩავარდებოდა, იქნებოდა მწვანე, იმიტომ რომ უფრო მეტი მწვანე მაქვს რაღაც. 9 ცალი მწვანე ამ მგონი და 2 ცალი წითელი. მე გადავწყვიტე, მოდი კიდე ერთხელ გავყოფთქო. რა გავაკეთე, ანუ ახლა ეს რა პრობლემა იქნება, როდესაც ესე ვცდილობ, რომ ბოლომდე ჩავყვა მონაცემებს. და აუცილებლად ისე გავაკეთე, რომ აი მე როგორც მჭირდება, ისე გაიყოს და აუცილებლად ბოლო leaf node-ებში, photo node-ებში იყოს. overfit შეიძლება მოხდეს. ისე overfit-ი კი. decision tree-ს ზუსტად ეს პრობლემა აქვს, თუ კი ესე უთხარი რომ მიდი და შენი საქმე გააკეთე და ბოლომდე წაყევიო, აიღებს და შესაძლოა ყველა მონაცემი, ყველა data point-ი რაღაცის მიხედვით ცალ-ცალკე leaf node-ში მოაქციოს. და როდესაც რეალური მონაცემები შემოვა და რაღაცა სარელის, მაშინ ოდნავ გაუკვირდება, ანუ ცალკე leaf node-ი მოუწევს, როგორ დააკლასიფიციროს, ძალიან
მორგებული იქნება ტრეინინგ დატაზე. იმიტომ რომ ყველა მონაცემი აიღო და ცალკე leaf node შეუქმნა. ყველა მონაცემს. სათითაოდ არა და შესაძლოა ამდენი რაღაცის განხილვა, ამდენი მახასიათებლის განხილვა და ყველაფრის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაცა ცალკე leaf-ში მოექცია მხოლოდ და მხოლოდ ერთი კლასის მახასიათებლები, ერთი კლასის data point-ები, შესაძლოა არ იყოს საჭირო. შესაძლოა აჯობებდა მე აი აქ გავჩერებულიყავი და მე თქვა ეს არის leaf node. რახან აქ 9 ცალი მწვანეა და 2 ცალი წითელი, მე ვიტყვი რომ აქამდე თუ მოვიდა რაღაც მონაცემი, ახალი მონაცემი შემოგვივიდა და აქამდე მოვიდა, დიდი ალბათობით მე ეს უნდა დავაკლასიფიცირე როგორც მწვანე. და ოდნავ გაკვირით ვახსენებ, ამისთვის იყენებენ ხოლმე რომ მაგალითად ზღუდავენ რამდენი leaf node შეიძლება მქონეს, რა სიღრმეზე უნდა ჩავიდე, maximum depth უთიდებენ ხოლმე მაგალითად არგუმენტად decision tree-ს შექმნისას. ეხლა მთავარი კითხვა. როგორ წყვეტს decision tree პირველი რა შეკითხვა დასვას, აი იქ რო გვეწერა x-ი ნაკლები ანტოლია 9-ზე, რატო გადაწყვიტა რომ 9-ზე? ან საიდან აირჩია რომ x1 ნაკლები ანტოლია 9-ზე, რატო არ შეკითხა y მეტი ანტოლია 4-ზე? ანუ სულ თავიდან რის მიხედვით წყვეტს. ლოგიკურად რა დავფიქრდეთ, სავარაუდოდ მიხვდებით რომ ალბათ იმის მიხედვით უნდა წყვეტდეს, თუ კი ეს გაყოფა ყველაზე ლოგიკურად ყოფს ორ კლასს. ყველაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის რაღაცის შესახებ, ხო? ეხლა ამას გავივლით მაგალითით და მოდი გქონდეს კატეგორიული და განხსოვითი ცვადებიც. Yes or no, აი აქ კატეგორიულებიც გვაქვს, მოსწონს თუ არა რაღაცას პოპკორნი, სოდა, რა არის მათი ასაკი, ანუ აქ ციფრებიც გვაქვს, რიცხვებიც გვაქვს და დასაფრადიქტებელი იყოს ამის მიხედვით მოსწონს თუ არა cool as ice. არ შეიძლება ნაყინია ან რამე. მოკლედ ეს არის ჩვენი ფიჩერები და ეს არის რაც უნდა დავაფრადიქტოთ. Target variable. და გადავიდეთ აქ. ერთ-ერთი ცნობილი კრიტერიუმი ამის გადასაწყვეტად არის gini impurity-ს ეძახიან. თუმცა კიდევ რაღაცები არსებობს, მაგალითად მეორე ცნობილი არის entropy. Entropy-საც მერე გავივლით. Entropy ზომავს მონაცემების არეულობას სისტემაში. Gini impurity ზომავს რამდენად სუფთა, ასე ვთქვათ, რამდენად pure არის node. და node თუ საკმაოდ pure არის, ანუ უმეტესობა რაღაც majority კლასები, უმეტესობა კლასები გადაწონის რაღაც minority-ს. მაგალითად, ახლა რომ შევადაროთ, იმისთვის რომ გაიგოს რომელი შეკითხვა უნდა დასვას პირველი, მაგალითად, შეკითხვა უნდა დასვას მოსწონს თუ არა პოპკორნი, მოსწონს თუ არა სოდა, თუ რაღაც x ასაკი. რის მიხედვით უნდა გავუკეთოს decision tree თავიდან ფილტრაცია data-საც. სულ პირველი შეკითხვა რა უნდა დასვას. და ამისთვის ის განიხილავს ცალკეულად ყველა features. ცალკე განიხილავს loves popcorn რო იყოს პირველი შეკითხვა, მეორე შეკითხვა იყოს loves soda და მე age-ზე კიდე ცალკე გაჩვენებთ როგორ განიხილავს. ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ კატეგორიულ ცვადებზე ერთი და იგივეა. ერთი და იგივენაირად გამოდის და გამოდის ასე. მაგალითად, დასვა კითხვა, მომწონს პოპკორნი თუ არა? აქ რახან ორი ვარიანტი გვაქვს, ანუ yes or no, კი ან არა გვაქვს. გამოდის ფოთოლი 1, ფოთოლი 2. აქედან ის ადამიანები, ვინც თქვეს, რომ მოსწონთ პოპკორნი, იქედან 1-ს მოსწონს cool as ice. 3-ს არ მოსწონს. ვისაც არ მოსწონს პოპკორნი, იქედან 2-მა თქვა, რომ მოსწონს cool as ice, 1-მა თქვა, რომ არ მოსწონს cool as ice. ეხლა როგორ ითვლება impurity? 1-ს ვაკლებთ იმის ალბათობას, რომ მოეწონა cool as ice, კის ალბათობა აყვანილი კვადრატში, მინუს ალბათობა იმისა, რომ არ მოეწონა cool as ice, აყვანილი კვადრატში. ანუ ეს პირველი node რო გავითვალისწინოთ, ამის gini impurity რო დავთვალოთ, ეს იქნება 1-ს მინუს ალბათობა იმისა, რომ მოეწონა 1 გაყოფილი 1 პლუს 3-ზე, იმიტომ რომ ჯამში რამდენი data point-ი გქონდა ამ ფოთოლში, ხო? 4 ცალი. ანუ 1 გაყოფილი 1 პლუს 3-ზე აყვანილი კვადრატში. ამას გამოკლებული ალბათობა იმისა, რომ არ მოეწონა გაყოფილი 4-ზე, სულ რამდენი data point-ი გქონდა ამ ფოთოლში, აყვანილი კვადრატში. საბოლოოდ შეგვიძლია დავითვალოთ პირველი ფოთოლის gini impurity, ეს გამოდის 0.375. მეორე ფოთოლსაც იგივენაირად დავითვლით. ანუ ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ მოეწონა cool as ice, არის 2 გაყოფილი 3-ზე და მე ამას ვაკვადრატებთ
იგივენაირად არაზე 1 გაყოფილი 3-ზე იქნება ეს. 1-ს ვაკლებთ ამ ორივეს და გამოდის 0.454. და მერე სრული Gini impurity, ფოთოლთა Gini impurity-ების წონათა შესაბამისი საშუალო იქნება. წონა რაც ნიშნავს, ან ინგლისურად weighted average ეძახიან. და დავხედოთ მაგალითად პირველ ფოთოლში ყავდა 4 ადამიანი, 4 data point-ი, მეორე ფოთოლში ყავდა 3 ადამიანი, 3 data point-ი. ამიტომ პირველის წონა იქნება 4 გაყოფილი 7-ზე, იმიტომ რომ სულ 7 ადამიანი იყო. მეორე შემთხვევაში 3 ადამიანი ყავდა აქეთა ფოთოლში და ამის წონა იქნება 3 გაყოფილი 7-ზე. ეს. ვამრავლებთ შესაბამის ფოთლის Gini impurity-ებზე და საბოლოოდ აი ამ მომწონს პოპკორნის შეკითხვაზე, ასე ვთქვათ, აი ამ node-ზე გვაქვს Gini impurity 0.45. იგივენაირად დავითვლით სოდაზეც. ამაზე შეკითხვა ვინმეს უჩნდება, რანაირად დავითვლით მაშინ სოდას? შეკითხვას მოსწონს თუ არა სოდა ამის Gini impurity-ს? ოკეი. უფრო რომ ამეხსნათ, აი რა ნაწილი? არ მიჩნდება შეკითხვა. ოკეი. კარგი. მაშინ ლაიკებით რომ მითხრათ, ვინც გაიგეთ ეს ყველაფერი და ხვდებით ზუსტად როგორ გავიგებთ, მაშინ მოსწონს სოდა შეკითხვის ამ node-ის Gini impurity-ს. ვინ ხვდებით როგორ დავთვლით ამას? ოკეი. მაშინ გადავიდეთ ახლა age-ზე. იმიტომ რომ ასაკი არის ციფრები და ოდნავ უფრო განსხვავებულად ვითვლით აქ. ამ შემთხვევაში თავიდან ვასორტირებთ რიცხვებს. მე მგონი თავიდან დასორტირებული იყო აქაც. მაგრამ მოკლედ უნდა დავასორტიროთ რიცხვები, შესაბამისად გადავაადგილოთ შეიძლება თეიბლებში row-ები, ანუ ხაზები, შეიძლება მოგვიწევს ადგილის შეცვლა. და ვიღებთ საშუალო ასაკს გვერდით მყოფი ასაკებისა. ანუ 7 და 12-ის საშუალო არის 9.5 მაგალითად. 12-ის და 18-ის არის 15. აქ მე 50-ის და 83-ის საშუალო არის 66.5. და ვთქვათ, დავიწყოთ 9.5-დან. იდეაში ყველას ჩამოვუყვებით, მაგრამ ვთქვათ, ავიღეთ რომ ჩვენი შეკითხვა ასაკი არის თუ არა ნაკლები 9.5-ზე. თუ კი პასუხი არის კი, გადმოვდივართ აქეთ, ვითვლით რამდენს მოსწონს cool-ეს არის. მოსწონს არც ერთს, ვისი ასაკიც 9.5-ზე ნაკლებია და არ მოსწონს ერთ ადამიანს. ის ვისი ასაკიც 9.5-ზე მეტია ან ტოლია, ყავს 3 ადამიანი, ვისაც მოსწონს cool-ეს არის, 3 ადამიანი, ვისაც არ მოსწონს cool-ეს არის. და როგორც მანამდე დავთვალეთ Gini impurity, ანუ აქ უკვე რეალურად იგივე რიცხვებზე ვჩდებით, ხო? იდეაში კატეგორიულ შეკითხვად ვაქციეთ უკვე. ეს ჩვენი ასაკი, რიცხვები რაც გქონდა და აქედან ზუსტად იგივენაირად დავეთვლით Gini impurity-ს ჯერ აქეთას, მერე აქეთას, მერე weighted წონით საშუალოს დავთვლით და გავიგებთ რა არის Gini impurity იმ შეკითხვის ასაკი ნაკლებია თუ არა 9.5-ზე. გავიგებთ აი ამ შეკითხვის, ამ node-ის Gini impurity-ს. ესეც ხო გასაგებია ამის შემდგომ როგორ დავითვლით, ზუსტად იგივენაირად რო გამოდის, როგორც კატეგორიულზე როგორც გავაკეთეთ. იმიტომ რომ რეალურად უკვე ციფრებზე დავედით აქ, რასაც პირდაპირ ვიყენებდით იმ ფორმულაში. გახსოვთ, 1 მინუს ალბათობა იმისა, რომ კი იყო აყვანილი კვადრატში, მინუს ალბათობა იმისა, რომ არა იყო აყვანილი კვადრატში. ოკეი, რამე შეკითხვა თუ გაგიჩნდებათ? შემაჩერეთ და ავხსნი, არ არის პრობლემა. შესაბამისად, პირდაპირ შეგვიძლია იგივე დავითვალოთ 15-ზეც, 26.5-ზეც, მოკლედ ყველა საშუალო რიცხვი რაც ავიღეთ, ამ ყველაფერზე შეგვიძლია დავთვალოთ თითოეულის Gini impurity. როგორც მანამდე ვახსენე, Gini impurity მინიმალური გვაწყობს, ანუ რაც უფრო დაბალია Gini impurity, მით უკეთესია. ორ რიცხვზე დაგვიჯდა, რომ ერთნაირია Gini impurity 0.353, ეს მინიმალურებს შორის. დანარჩენები რაღაც 416 დაჯდა. და შესაბამისად აქედან რენდომზე შეგვიძლია ავირჩიოთ, რომ თქვათ, ავირჩიოთ, რომ შეკითხვა იყოს 15. ასაკი არის თუ არა ნაკლები 15-ზე. ეხლა გვაქვს უკვე
ეს სამივე feature, რომელსაც ვიყენებდით, ხო, მონაცემებში ეს იყო მოსწონს თუ არა პოპკორნი, მოსწონს თუ არა სოდა და ასაკი. სამიდანვე გამოვიტანეთ რაღაც gini impurity, ასაკში გადავწყვიტეთ, რომელ ასაკზე დაგვეთვალა gini impurity და ყველაზე მინიმალური გამოსდის მოსწონს თუ არა სოდა. ყველაზე პატარა gini impurity, ანუ ასე ვთქვათ, ყველაზე წმინდა გაყოფა, ყველაზე სუფთა გაყოფა გამოსდის კითხვა მოსწონს თუ არა სოდა. ყველაზე ასე თუ ისე კარგად ყოფს. იმიტომ რომ ყველაზე დაბალი რიცხვი დაუჭირდა gini impurity-ს ამ სამ შორის. ამიტომ სულ თავზე დაიწერება ასე ვთქვათ decision tree-ში შეკითხვა მოსწონს თუ არა სოდა. და ნუ ამის შემდგომ უკვე ალბათ ხვდებით, რომ ნელ-ნელა როგორ დავითვლით შემდეგი შეკითხვა რა იყოს, შემდეგი შეკითხვა რა იყოს. ახლა დავთვალოთ, ახლა ვიყენებდით gini impurities, ხო? იმის დასაცვლელად თუ რა უნდა იყოს, რომელი შეკითხვა უნდა იყოს თავში, რომელი შეკითხვა უნდა დავსვათ. ახლა თქვათ ავირჩიოთ შერჩევის კრიტერიუმი entropy, რომელიც მახსენე რომ ასე ვთქვათ გვაძლევს იმას ითვლის თუ რამდენად გაბნეულია, რამდენად არეულია მონაცემები. ანუ გვინდა რომ ეგეთ შევამციროთ entropy-თ ასევე გვინდა დაბალი. რო გავიხსენოთ ძველი მაგალითი, სადაც ასე x და y ღერძებზე ქონდა მონაცემები. x და y ღერძებზე ქონდა მონაცემები. სულ თავიდან სანამ დაიყოფოდა თანაბარი რაოდენობის გვაქვს მწვანეები და წითლები. რეალურად entropy იძლევა შეკითხვას, რომელი გაყოფა მოგცემს მეტ ინფორმაციას. Information gain-ი არის. და თქვათ გვაქვს ეს ორი ვარიანტი. ანუ თქვათ განვიხილოთ ეს ორი ვარიანტი. იქ ნახეთ რომ ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. აქაც ბევრი ვარიანტი არსებობს. მაგრამ ახლა უკეთესად დაგანახოთ როგორ ვადარებთ ორ ნოუდს ერთმანეთთან. ერთმანეთთან ვადარებთ, თქვათ ერთ-ერთი გამყოფი იყოს x1 ნაკლები ანტოლია 4-ზე და მეორე გამყოფი, მეორე ფილტრი იყოს x2 ნაკლები ანტოლია -12-ზე. ესე. თუ კი ფილტრა დავირჩევთ აი ამას, x1 ნაკლები ანტოლია 4-ზე, მონაცემები გაიყოფა აი ამგვარად. x1 ნაკლები ანტოლია 4-ზე. აი ეს ხაზია. ეს პირველი ფილტრი. ანუ სავარაუდოდ ეს არის აი ეს მარცხენები, რამდენი მწვანე, რამდენი წითელი შედგება აქ. ამ ხაზის ქვემოთ და ეს არის ზედა მონაცემები, 4 წითელი გვაქვს და 2 მწვანე აქეთ ამ მხარეს. აი ეს. ან x0 ნაკლები ანტოლია -12, შესაბამისად ეს ხაზია. ამის ერთ მხარეს გვაქვს წითლები, 1, 2, 3. მეოთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ სავარაუდოდ სადღაც აქეთ ამ მხარეს უნდა იყოს. და ამის მარჯვნივ გვაქვს მწვანეები, ბლომად და წითლებიც 6 ცალი. ანუ ეს ორი ნოუდია ახლა. როგორ ითვლება entropy? Entropy არის რომ ავჯამოთ ესეთი ცვლადები. მინუს ალბათობა რაღაც კლასისა, თქვათ წითლების კლასი, გამრავლებული ლოგარითმზე 2-ის ხარისხით იმავე ალბათობისა. ანუ მაგალითად აი ამ სულ თავდაპირველ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ მწვანეა ამ ნოუდში, არის 0.5. თუ კი წითელია, ესეც 0.5-ია. და ამის ალბათობები მოკლედ, ამის გამოდის 1, ამის ალბათობა იგივენაირად დავთვლით ალბათობა მწვანე, ალბათობა წითელი, 1 მინუს არ არის უბრალოდ, დიდი ბოთში 1 არსად არ არის. მინუს აი ამ შემთხვევაში იქნება 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, გაყოფილი 8-ს პლუს რამდენი წითელიც გვაქვს, გამრავლებული ლოგარითმ მაგ ციფრზე, მინუს იგივენაირად წითელზე ვითვლით 6, გაყოფილი 6 პლუს რამდენი მწვანეც გვაქვს, გამრავლებული ლოგარითმ იგივე ციფრზე. ამის მიხედვით გვიჯდება რიცხვები, მაგალითად, ამაზე დაგვიჯდა 1. აი აქედან გამომდინარე, ეს ჯდება 1, ამის entropy. ამისი 0.99, ამისი 0.91. აქ 0. იმიტომ რომ საერთოდ არ არის დაბნეულობა, აქ მარტო ერთი კლასი გვაქვს, სრულიად სუფთა, ასე ვთქვათ. სრულიად სუფთა ფოთოლიან ნოუდია. და ახლა როგორ ვიტყვით information gains, ანუ რამდენ ინფორმაციას გვაძლევს ეს კონკრეტული რაღაც ნოუდი. Information gain-ი არის entropy, რო ავიღოთ მშობლის, ანუ ამ შემთხვევაში აი ეს 1
მაგას გამოკლებული თუ კი ავჯამავთ წონა მანამდეც ვნახეთ. აი ამ შემთხვევაში მაგალითად წონები გამოდის 14 მე-20-ები, იმიტომ რომ 14 მონაცემია სავარაუდოდ აი აქ გვაქვს 6 მონაცემი და 6 მე-20-ია ამის წონა. გამრავლებული ენტროპი ჩაილდებზე, ამის ენტროპი არის 0.99, ამის ენტროპი არის 0.91. ეს ხო ერთი ნოუდია 1-ში გადის, ანუ ეს არის ფილტრი x1 ნაკლებიან ტოლია 4-ზე. ხო? მერე information gain მეორე ფილტრის x0 ნაკლებიან ტოლია -12-ის. იგივენაირად ვაკეთებ 1-ს, იმიტომ რომ parent-ის ენტროპი იყო 1, -4 მე-20-ები, სულ 20 წერტილიდან, გამრავლებული 0-ზე, იმიტომ რომ ამის ენტროპი 0 იყო, -16 მე-20-ები, აქ 16-ია, ჯამში 20 წერტილია, გამრავლებული 0.95-ზე. და გვიჭდება 0.34 და 0.24. და მაგის მიხედვით, ანუ გვაწყობს რაც უფრო მეტი information gain-ია. შესაბამისად, information gains უფრო მეტს გვაძლევს ეს მეორე ფილტრი, ეს მეორე ფილტრი და შესაბამისად გაყოფა მოხდება x0 ნაკლებიან ტოლია -12-ზე. აქ ხო ყველაფერი გასაგებია აქამდე. რაიმე შეკითხვა თუ არის, არ მოგერიდოთ. შემიძლია უკანაც გადავიდე, რომ მანამდე თუ იყო შეკითხვა და არ დასვით. ცოტა ხანს მოგწევთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი თემატიკა იყო. 3 ცალი რაღაც გავიართ, 4 cross validation-ის ჩათვლით. აქვე ვახსენებ. იმერაიმე სხვა რა მოგდით, თუ მომესმა. და decision tree-ების მახასიათებელია, რომ იოლია ინტერპრეტაცია, ანუ შეგვიძლია დავინახოთ რა სად გაიყო ნოუდები, რატომ გაიყო, ეგაც შეგვიძლია მაგაშიც ჩავიხედოთ და ანუ როგორც შეამჩნიეთ support vector machine-ისგან განსხვავებით, ოდნავ უფრო ლოგიკური მსჯელობა, ეს tries ხეს რომ ხედავთ, უფრო ლოგიკურია. ოკეი, ერთ მხარეს წავიდა თუ კი არის ამაზე პასუხი, მეორე მხარეს წავიდა თუ კი არა ამაზე პასუხი. კი ან არა პასუხებით არის იდეაში if else შეგიძლიათ იდეაში წარმოიდგინოთ დაახლოებით if else კოდში. თუმცა მანამდეც ვახსენეს, მარტივია overfitting-ი. თუ კი trees მიეცი უფლება რომ ბოლომდე ჩავიდეს და საკმაოდ დიდი მოცულობის მონაცემები გაქვს, მოდელმა შეიძლება რაღაც ზედმეტები გადაწყვიტოს და მოიგონოს, რომ უი ამან ალბათ განაპირობა ეს და მოკლედ შეეცადოს, რომ ყველა ბოლო ფოთოლი იყოს pure, gene impurity-ის მიხედვით იყოს ძალიან pure, მარტო ერთ კლასს შეიცავდეს. და შესაძლოა ეს არ იყოს ყველაზე კარგი, როდესაც გვინდა ასე ვთქვათ, ოდნავ უფრო general მოდელი გქონდეს, generalizable და overfitting-ს თავი ავარიდოთ. და ამის გადასახად სხვადასხვა ტექნიკებს ვიყენებთ, როგორც ვახსენე, არის მაგალითად max depth, რომ რაღაც ლიმიტი დავუწესოთ, რომ ამაზე უფრო სიღრმეში, ანუ tree ამაზე მეტად არ გაზარდო. ან pruning არის, რომ მაგალითად მოაჭრიან ხოლმე რაღაც ნაწილებს, რომლებიც არც ისეთი საჭირო იყო, რომ აი ის ნოუდები გაგვეყო. დიდი information gain-ი არ მოგცა მაგალითად. იმან რომ ეს ნოუდი გადავწყვიტეთ ორად გაგვეყო. მანამდეც საკმაოდ კარგი ნოუდი იყო, ვთქვათ 99% თუ კი მწვანე წერტილები იყო მან და 1% იყო წითლები. არ არის საჭირო მაინც და მაინც ორ ნოუდად გავყოთ და ჩავთვალოთ, რომ გასაყოფია, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ესეთი ზოგადი ნოუდია და აქ თუ მსგავსი მახასიათებლები თუ კი ახალ რაღაც მონაცემს შემოუვა, სავარაუდოდ აჯობებს, რომ პირდაპირ დავაკლასიფიციროთ როგორც მწვანე და არ არის საჭირო, რომ გავყოთ ორ ნოუდად მარტო მწვანეები და მარტო ერთი წითელი ცალკე იყოს. ოკეი, წავიდეთ მაშინ კოდზე და რაიმე შეკითხვა თუ გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ შემოწყვეტინოთ. დავაშევოთ ეს. აქაც ვიყენებ ბიბლიოთეკას, მომაქვს sklearn tree-დან decision tree classifier. და საკმაოდ საინტერესოა, მე ამას ვფლოთავ, მანამდე არ გამომიყენებია ეს.
მაგრამ ძალიან ვიზუალურად ჩანს რაღაცები. ასე იგი, პირველ რიგში მომაქვს რაღაც მონაცემები, ეს არის ყვავილის აირის დატასეტი, ცნობილი დატასეტია. თორცდები ყვავილის დატაა. და გვაქვს რაღაც კლასიფიკაცია, რომ ეს არის რაღაც ყაყაჩო და ის არის გვირილაო, იმის მიხედვით თუ როგორი სიგრძე სიგანე აქვს მის ფოთლებს თუ რაღაც. ზუსტად არ მახსოვს ამ დატასეტის ფიჩერები. ვყოფ train და testing data-თ, აქ validation-ს არ ვაკეთებ, თუმცა მანდაც შეგვიძლია, იმიტომ რომ როგორც გიხსენეთ, maximum depth შეგვიძლია შევცვალოთ. ეს არის hyperparametri, რომელიც შეგვიძლია დავაყენოთ, თუ კი ვხედავთ, რომ overfitting-ს აკეთებს მოდელი. მაგრამ ამ შემთხვევაში მაგას არ ვიყენებ. და პირდაპირ train და test მონაცემები გადაწყვეტა გამეკეთებინა. ესე შევქმენი decision tree classifier-ი. ესე დავატრეინინგე. სიზუსტად შემიძლია დავთვალო testing set-ზე. მე გადავწყვეტე დავფლოთავ თქო. და ძალიან ისეთი ვიზუალურად კარგად დასანახი ფლოტი გამოვიდა. რატომღაც ძალიან მარტივი გამოვიდა ამის დაკლასიფიცირება. Accuracy of the decision tree 100%-ია სიზუსტე. მაგრამ შეგვიძლია დავინახოთ კითხვები, მაგალითად petal length, ეს არის თვალსაჩინო ფოთლის სიგრძე. სანტიმეტრებში ნაკლები ან ტოლია თუ არა 2.45-ის. გვაუბნება ჯინი რამდენია, რამდენი sample არის, რა value-ებია და რომელი კლასია. კლასი vertical. ხო, რომელი კლასია ასე ვთქვათ შეკითხვაში. თუ კი true არის ეს და ამ ყვავილების რაღაც ფოთლების სიგრძეები არის ნაკლები 2.45-ზე, აქეთ წავა, თუ კი მეტია 2.45-ზე, მარჯვენა მხარეს მივდივართ. მე კიდე იყოფა და ასე შემდეგ. მოკლედ, აი აქაც ისევ სიგრძეზე გაყავ, შემდეგ იქაც გადაწყვეტა, რომ მოდი სიგრძეზე გავყოფო. მე აქეთ ამ მხარეს გადაწყვეტა, რომ უკეთესი იქნება აქ, რომ სიგანეზე გავყავ, petal width-ზე ყოფს და არა length-ზე. აქეთაც მე petal width გადაწყვეტა, რომ გამოეყენებინა გასაყოფად. მე აქეთ ამ მხარეს წამოვიდა length-ს გადაწყვეტა, რომ გამოეყენებინა გასაყოფად. და მოკლედ, ჩამოვედით ბოლოს და ესე ფოთლები გვაქვს. და დავატრეინინგეთ decision tree. ოკეი, ცოტა დროს მოგცემთ, ამაზე კოდზე თუ არა მე შეკითხვა და შემდეგი იქნება. შემდეგ გვაქვს ცოტას გაგართობთ და მე მგონი საკმაოდ მალე გამოგვივიდა ეს ლექცია და ძალიან თუ ვიჩქარეთ რაიმე თუ გამოგრჩათ, ან გინდათ რომ უფრო დავაზუსტო, მითხარით. საკმაოდ მალე გავიარეთ ეს. ოკეი. შეკითხვები თუ არა, გადავიდეთ quiz-ზე და ნახოთ არის თუ არა შეკითხვები. კაი, აბა დაჯოინდით. QR კოდი შეგიძლიათ დასკანეროთ, ან ეს ID გამოიყენოთ. ჩანს. სულ გამოვწერე. კაი, მოდი QR კოდი გამოიყენეთ და თუ კი ვინმე ვერ იყენებთ, ახლა ეს თუნდა გამოჩნდეს თუ დაღაჩვილი ციფრებიც. ლინკიო ჩატში ჩააგდოთ, აქ შეგიძლიათ. კი ბატონო. და მაშინ ამაზე მოვრჩეთ ბარემ თეორიას, მოიწამით. და დავასტოპებ recordings. დიდი მადლობა. დავასტოპებ.